შუადღელა მშვიდობისა ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელა. დღეს მე და ანა ვართ ისევ თქვენთან ერთად ნიკას გარეშე. თუმცა კიდევ მეც ვიტყობ რომ მალე შემოგვიერთდება. აუცილებლად უნდა დარჩეთ ჩვენთან ერთად 2 საათამდე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემები გვაქვს დღეს თქვენთვის გასაზიარებელი და მოსაყოლი. კი, ნამდვილად ასეა მარიამ, გეთანხმები, მეც მივესალმები ჩვენს ერთგულ მაყურებელს და როგორც მარიამმა აღნიშნა, შუადღელაივის გუნდი და ჩვენ მუდმივად ვცდილობთ თქვენთვის საინტერესო თემები და სტუმრების შევარჩიოთ და მე მგონი გამოგდის და მე მგონი დღესაც არ იქნება გამონაკლისი და დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რატომ მცირდება მოსახლეობა ჩვენს ქვეყანაში და საქსტატის განახლებული ინფორმაციით გასული წლის მსგავსად საქართველოში შობადობა ისევ შემცირდა და სიკვდილიანობა მოიმატა სამწუხაროდ. და ასევე საქსტატის მონაცემებით მიხედვით 2024 წელს 39483 ბავშვი დაიბადა, ხოლო 43971 ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტი ბავშვი, რა თქმა უნდა, დაიბადა დედაქალაქში, ხოლო ყველაზე ნაკლები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. მოკლედ, დღეს ვისაუბრებთ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებზე, რაც მართლა ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოს. მოკლედ, სანამ მოვიწევთ ახლა სტუმრებს, აუცილებლად უნდა ვნახოთ ძალიან საინტერესო სიუჟეტის საზოგადოების აზრი, რას ფიქრობენ, რატომ შემცირდა შობადობა ჩვენს ქვეყანაში, ერთ სიტყვით ძალიან მალე დაუბრუნდებით უკვე ჩვენ სტუმრებთან ერთად ვნახოთ. როგორ ფიქრობთ, რატომ მცირდება საქართველოში შობადობა? პირველ რიგში ალბათ უფრო ძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის მიზეზი უფრო პოლიტიკური არასტაბილურობაა. რადგანაც როცა არასტაბილურია ქვეყანა, ეკონომიკაც ძალიან ძიმე მდგომარეობაშია, ის საშუალო ფენა, დაბალი ფენა, რომელიც ეკონომიკაზე ძალიან დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, თავს იკავებს ბევრი ბავშვებისგან და ცხადია, მე ვფიქრობ, რომ ამის ბრალია. ხალხს აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვები გაზარდოს და აღარ შემოსავალი არ აქვს იმდენი, რომ მიხედონ. და მოსაწესრიგებელია ეს ყველაფერი. დაწყებული ორსულობიდან დამთავრებული ბავშვის გაჩენა მერე აღზრდა, გაზრდა დიდთან ხებთან არის დაკავშირებული და სავარაუდოდ ურჩევნიათ, რომ ერთი შვილი უზრუნველყონ, ვიდრე 2 ან 3 ალბათ. მიგრაცია შესაბამისად ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ერთი და მეორეს მხრივ ალბათ ის ვითარება, რაც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, უფრო ეკონომიკური სიტუაცია, ბავშვის გაჩენა, ბავშვის გაზრდა და სწავლა და ასე შემდეგ საკმაოდ ფინანსებს მოითხოვს და ახალგაზრდები ერიდებიან ალბათ ჯერჯერობით. იმიტომ რომ ჩემი აზრით, არასტაბილური მდგომარეობის გამო, არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო, იმიტომ რომ ყველაფრის ხარჯი გაიზარდა ბავშვის აღზრდის მით უმეტეს, თავს იკავებს უბრალოდ, რომ შესაბამის პასუხისმგებლობას ვერ აიღებს თავზე. უბრალოდ ეს ახსნა მხოლოდ. ელემენტარული ბავშვის საკვები რაღაცა 25 ლარი, რომელიც 2 დღე უნდა ჭამოს და როგორ? უმრჩევრობა ბევრია, ვინც მუშაობს, იმას შესაბამისი შემოსავალი არ აქვს და ახლა ბავშვებს ძალიან ბევრი უნდა. მატერიალური მდგომარეობა ისეთი რთულია, რომ ახალგაზრდებს ცოლის მოყვანის ეშინიათ და ოჯახის შექმნის კი არა ბავშვზე რო ფიქრობ, არასოდეს არ ყოფილა ბავშვის გაზრდა ესეთი რთული. იმიტომ რომ აფთიაქში მიხვალ და ფასებია იმისთან, ეკიმთან მიხვალ ფასებია, უნდა გადაიხედოს ეს საქმე აუცილებლად, რომ ეს შიში პირიქით უნდოდეთ, ერი ხო უნდა გამრავლდეს. მე ვთვლი, რომ ნომერ პირველი ეს არის. იმიტომ რომ გარბიან ქალები. ქართველი აეროვნება დაიცალა საქართველოში. პირობებია ცუდი და აღარ უნდა ახალგაზრდობას ბავშვების გაჩენა. ბავშვს საჭმელს რომ ნორმალად ვერ აჭმევ, ვერ მოვლი. ხო უნდა რამეზე მიიყვანო, ასწავლო, არ არის ამდენი საშუალება. სიღარიბია. 2 ბავშვი უკვე ძნელი არის, რომ აღზარდო. ბავშვს ბევრი რამე უნდა, არ აქვს პირობები. ალბათ სახელმწიფომ რაღაც პროგრამა უნდა შემოიღოს. პირველ რიგში, რაც მაგონდება, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არის, რაც პირდაპირ პროპორციულია შობადობის შემცირებასთან. აქედან გამომდინარე, ემიგრაციაში ბევრი ადამიანი, რასაც უყურებ, ეს 2 ძირითადი მიზეზი მახსენდება. ჯერ ერთი ხალხის ახალგაზრდების გადინება. ზოგადად პირობები, სოციალური პირობები, რომლებიც არსებობს და უმუშევრობა.
შეუძლებელია სხვანაირად მოხდეს ესეთ ქვეყანაში. არ ეძლევა ოჯახებს საშუალება შესაძლებლობა იმისა, რომ ადამიანებმა საკუთარი ოჯახები არჩინონ, შეინახონ შვილები, გამრავლდეს ერი. შესაბამისად, გვიწევს მსგავსი ტენდენციის ყურება ყოველდღიურად. იმიტომ რომ ძალიან გაძვირებული არის კინა პროდუქტი, კინა ტანსაცმელი, კინდა ბავშვის გართობა, სადაც არ უნდა წაიყვანო ბავშვი, თუ ერთი ყავს 100-200 ლარი მაინც უნდა კონდეს და ასეთი ფასები ძალიან გაბერილი ფასები არის. ძალიან. მე მაგალითად შოკში ვარ, რო იტყვიან. და პროდუქტებზე მით უმეტეს. ხეფასი რამდენია? სამსახურისა და ვინმე ფიქრობს ამაზე? არავინ. ეკოლოგიური მდგომარეობა გვაქვს ისეთი, არ ვიცი, იმას აკამდეთ როგორ ცხოვრობს ადამიანი, გარი გასაკვირი. შობადობა იკლებს, რა ვიცი, ალბათ ბევრი ფაქტორი, ეკონომიკურიც მათ შორის. კიდევ ვიცით, უკვე ეს მენტალიტეტის ბრალიც არის. ბევრშვილიანობა თითქოს არქაული პერიოდის ამბავია. მე არ ამგონია რომ შობადობა შემცირდა საქართველოში. ნამდვილად არ შემცირებულა პირიქით. სიკვდილიანობა კიდე მაგას ვერავინ აღუდგება წინ. ხალხს საშუალება არ აქვს იმისა, რომ ლუკმაპურიჭა შეერია ქვეყანა, შეერია ჩვენი სამშობლო. და გარბიან სხვა ქვეყნებში და რა თქმა უნდა შემცირდება შობადობა. რანაირად აყვებულის ბავშვები, რანაირად მოეხმაროს ოჯახებს, არ არის საშუალება არაფრის. იმიტომ გარბიან და უფრო მეტიც იქნება, მეტი უფრო ნაკლებობა იქნება შობადობის. ძალიან ცუდი მდგომარეობა, ძალიან ცუდი. მე არ ვიცი, შოკში ვარ, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობ, არ ვიცი. პატრონი არ ხავს ქვეყანას. გოგონები, ბიჭები ყველა საქმოგარეთ არის წასული. და ძალიან დიდი გადინება აქვს ქვეყნიდან და მე ვფიქრობ, რომ მაგის ბრალიც არის, რომ მხოლოდ ჩვენზე უფროსი თაობა არის დარჩენილი საქართველოში. ესე იგი, ხო, ვუსმენდი ჩვენს მოქალაქეებს და თითქმის ყველაფერი თქვეს მართლა არ არის პრობლემა ჩამოთვალეს, რომლის გამოც არის გამოწვეული ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ. ბევრი და ამის ამ ყველაფრის შეკრებამ კომპლექსურია ეს ხო, რა თქმა უნდა. თუმცა ამ ყველაფერზე მე მგონი ჩვენი სტუმრები ჩვენზე კარგად ისაუბრებენ, მარიამ და მოდი მე წარვადგენ თუ შეიძლება ჩვენ სტუმრებს. და პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას ვეთქვი მათ მობრძანებისთვის. სოციოლოგი იაკო კაჭკაჭიშვილი არის დღეს ჩვენთან სტუმრად. მარიამ ბანძელაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიამ ბანძელაძე და გიორგი კეპულაძე, საზოგადოებრივი ბანკების დამფუძნებელი. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან. ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრებთ და თუ შეიძლება იაკოსგან დავიწყებ საუბარს. ალბათ ყველასთან მექნება ეს კითხვა, მაგრამ მაინც დავიწყოთ თქვენგან. არის თუ არა ეს საგანგაშო სტატისტიკა, რაზეც ვისაუბრეთ და მარიამმა რიცხვიც დაასახელა და რომ ვისაუბროთ ამ მიზეზებზეც. ცხადია, საგანგაშო სტატისტიკა, შობადობის შემცირება ეს ნიშნავს მოსახლეობის შემცირებას, ეს ნიშნავს საზოგადოების კვლავ-წარმოების შეფერხებას და შენელებას, რაც არც ერთ საზოგადოებისთვის და არც ერთი ერისთვის, ერის სიცოცხლის უნარიანობისთვის სახარბიელო არ არის. მე უსმენდი ახლა თქვენს სიუჟეტს და აბსოლუტურად ზუსტი აქცენტები დასვეს მოქალაქეებმა. არსებით მიზეზები ითქვა, ახლა სანამ წამოვიდოდი გადავამოწმე მაინც. ავიღოთ გერმანია, ხო? ეს ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყანაა, სადაც მთლიანში და პროდუქტის მოცულობა გაცლებთ მაღალია, ვიდრე ერთ სულზე გაცლებთ მაღალია, ვიდრე საქართველოში. ზოგადად ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ან სხვა ტიპის განვითარება შეუდარებლად მაღალია საქართველოსთან შედარებით და აი დავაზუსტე, არ მინდოდა შემშლოდა ნებისმიერ ბავშვზე, ნებისმიერ ოჯახს აქვს დახმარება 255 ევროს ღირებულების თვეში, განურჩევლად ოჯახისა, განურჩევლად იმისა, ეს პირველი ბავშვია, მეორე ბავშვია, მესამე ბავშვია და ასე შემდეგ. ხო, წარმოგიდგენთ, ესე იგი რა, როგორ უდგა სახელმწიფო გვერდში, სახელმწიფოს ხარდაჭერა, როგორია ოჯახების მიმართ, რა ხდება ჩვენთან ამ ხრივ სრული კატასტროფაა, შეიძლება ითქვას, არსებობს გარკვეულფულად დახმარებები, მაგრამ ეს ფულად დახმარებები ძალიან მოუწესრიგებელია, თან ის აბსოლუტურად არ არის გათვლილი ყველა ოჯახზე, ძირითადად ეს არის სოციალურად დაუცველებზე
თანაც ის თანხა რაც არის გათვალისწინებული სოციალურად დაუცველებზე რეალურად ვერ წდება იმ საჭიროებებს რაც ოჯახებს ეხა არ ვიცი ზუსტად ერთ ბავშვზე 200 ლარია თორს მეც ასე მახსოვდა ბავშვზე 200 ლარი სოციალურად დაუცველებზე და სოციალურად დაუცველობის კრიტერიუმი თავის კრიტერიუმები თავისთავად სხვა საკითხია თუ ამ კრიტერიუმებს შევხედავთ ისინიც იმდენად არაადეკვატურია რა შემთხვევაში ჩაითვლება სოციალურად დაუცველად ადამიანი. აი მაგალითად ერთი პატარა ინდიკატორი შემიძლია მოვიტანოთ, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებზე და ნახოთ, რომ 5 სულიან ოჯახს იმისთვის, რომ ამ ოჯახს სოციალური დახმარება არ დაუნიშნონ, ანუ ეს ოჯახი არ ჩაითვალოს ღარიბად საკმარისია კონდეს, სახელმწიფო ამბობს, საკმარისია კონდეს თვეში დაახლოებით 400 ლარი. ანუ 5 სულიან ოჯახს 400 ლარი უნდა ეყოს სახელმწიფოს აღიარებით იმისთვის, რომ მან ვერ განაცხადოს პრეტენზია სოციალური დახმარების მიღებას. აი ამ პირობებშიც კი საქართველოს ყავს დაახლოებით 700,000 ესე უმწევო ადამიანი რომელიც იღებს სოციალურად დახმარებას და კიდევ ერთხელ მეორებს სოციალური დახმარების ოდენობა აბსოლუტურად ვერ წვდება საჭიროებებს. ნუ აქ სხვა მიზეზებზეც ითქვა აბსოლუტურად სწორი აქცენტი იყო ის, რომ ემიგრაცია არის ძალიან რეპროდუქციული ასაკის ქალბატონები მიდიან რეპროდუქციული ასაკის ქალბატონები მიდიან რასაკვირველია. საერთოდ ეხლა უნდა ვთქვათ, ამასაც უნდა მიექცეს ალბათ ყურადღება, რომ შობადობის შემცირება ეს გლობალური ტენდენცია, მსოფლიო ტენდენცია, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი და ეს ზოგადად დაკავშირებულია მოდერნული ცხოვრების წესთან, როდესაც ქალებს ასე სხვა ასპარეზი უჩნდებათ ცხოვრებაში, იქნება ეს პროფესიული წარმატება, იქნება ეს კარიერა და ასე შემდეგ, რაც ბუნებრივად ამცირებს ასე ვთქვათ შობადობის მაჩვენებლებს და ასე ვთქვათ მრავალშვილიანობა სულ უფრო მეტად ფუფუნება ხდება, მათ შორის განვითარებულ საზოგადოებებში, სხვა შორის აქ ერთ-ერთმა ერთ-ერთმა თქვენმა რესპონდენტმა დიახ თქვა, რომ ეს მრავალშვილიანობა უკვე არქაულია, ასე ვთქვათ, ღირებულებაა, ამაშიც არის ჭეშმარიტების წილი, რასაკვირველია, მაგრამ ჩვენთან ეს არ არის, ასე ვთქვათ, თავარი მიზეზი. ჩვენთან თავარი მიზეზი არის ემიგრაცია, სიღარიბე, ეკონომიკური გაჭირვება და აი ეს მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს, უბრალოდ ოჯახებს ეშინიათ გამრავლების, იმიტომ რომ ეშინიათ რომ ვერ მიაწვდიან საკუთარ ბავშვებს იმ მომსახურებებს, რაც მათი სოციალიზაციისთვის იქნება ეს ჯანმრთელობის კონტექსტში, გართობის კონტექსტში, განათლების მიღების კონტექსტში. აი ნახეთ, ჩვენთან ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩვენთან ნორმალური განათლების მიღება უკავშირდება შვილების კერძო სკოლაში მიყვანას. ეს ხო არის კატასტროფა, ანუ საჯარო სკოლა არ არის აღქმული ადამიანთა ცნობიერებაში, როგორც ადეკვატური განათლების მიმცემი. ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის. ანუ თუ ადამიანებს გონიათ, რომ თუ ბავშვს უნდა ნორმალური განათლების მიღება, მან აუცილებლად კერძო სკოლას უნდა მიაკითხოს და ის ძვირია ცხადია. მას ვერ შეწყვეტება უამრავი ადამიანი. ასე რომ აი ეს კომპლექსური მიზეზებია, რომელთა გათვალისწინება აუცილებელი. დაგიბრუნებით აუცილებლად. გიორგი, იგივე შეკითხვა რჩება შეკითხვათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობა ახსენა ჩვენ გამოკითხულთმა ძალიან ბევრმა ადამიანმა, რასაც მოусმინეთ და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გითხრათ ეკონომიკური მდგომარეობა, სტაბილური გარემო და სტაბილური ხელფასი თუნდაც. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ნამდვილად ძალიან მძიმე შედეგებია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა 40,000 ქვემოთ შობადობა. არასდროს, ანუ ჩვენ უფრო რთული პერიოდები გვაქვს გამოვლილი, მაგრამ 90-იანი წლებიდან დაიწყო რაღაც ემიგრაციის პირველი ტალღა, შემდეგ უკვე მეორე ტალღაც მოყვა ემიგრაციის, რომელიც თავისთავად მოსახლეობის რაოდენობას ამცირებს. ჩვენ ისედაც შემცირება მიუხედავად იმისა, რომ ხშირად შობადობა უფრო მეტია ვიდრე სიკვდილიანობა, ემიგრაციის ხარჯზე სამწუხაროდ მოსახლეობა მაინც მცირდებოდა და ეკონომიკური ფაქტორები ერთი რო არის გამომწვევი მიზეზი, რა თქმა უნდა, თავარი და თქვენმა რესპონდენტებმა ჩვენერად ახსნეს ყველაფერი, ხო, რატომ ვერ რისკავენ ადამიანები
დაქორწინებას ან შვილის გაჩენას. ან ფინანსურ პრობლემებთან არის ეს პირდაპირ დაკავშირებული და გაზვირებული ცხოვრებასთან და მეორე ეს გრძელვადიან უარყოფით შედეგებს გვაძლევს ეკონომიკაში. ხო, ანუ წარმოიდგინოთ სამუშაო ძალა მცირდება. წარმოუდგენელია რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, სადაც სამუშაო ძალა წლიდან წლამდე მცირდება. თან ჩვენ არა ვართ ქვეყანა, რომელიც რაღაცა უცხოელ ბევრ ემიგრანტს მოიზიდავს, ისედაც კულტურულადაც დამოკიდებულება მოგეხსენებათ ემიგრანტების მიმართ, თქვა, ხო, აი საქართველოში როგორ ვუყურებთ, თქვა, უცხოელ დასაქმებულებს არ მოგწონს, იმიტომ რომ ხედავს რომ ქართველები, თქვა, შეიძლება დარჩენ დასაქმების გარეშე და კულტურულადაც ხშირ შემთხვევაში ამ ხრივაც პრობლემაა და სხვა გზა ჯერჯერობით თუნდაც განვითარებულ ქვეყნებს, სადაც ასევე ბატონმა იოგომაც აღნიშნა რომ ეს ტენდენცია არის შობადობის შემცირების, მაგრამ იქ თქვათ მოსახლეობის ზრდა ხდება ემიგრაციის ხარჯზე, ხო? მაგრამ ჩვენთან ესეც არ არის და რაც გრძელვადიანად ეს საკითხი 10-20 წლის შემდეგ მოგცემს კიდევ უარყოფით შედეგებს ეკონომიკაში. რა თქმა უნდა, არსებობს გზები, რომ ეკონომიკა მაინც განვითარდეს, თქვათ იგივე მუშახელის მოზიდვის ან ტექნოლოგიების განვითარების ხარჯზე. დამატებითი პირდაპირ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხარჯზე, მაგრამ ესეც არ კეთდება, ხო? ნუ პოლიტიკური არასტაბილურობა, ხვალინდელი დღის გაურკვევლობა, ან ხვალ რა იქნება არ ვიცი. ნებისმიერ ჩვენგანი ვინც აქ ვართ, ყველანი ვართ გაურკვევლობაში და ეს თავისთავად ახლა არათუ ოჯახის შექმნას და შვილის გაჩენას, არამედ ჩვენ რას ვიზამთ, ხო? ეს არ ვჭირდება. გარანტია არ გაქვს არა. გავრისკოთ ასეთი ნაბიჯის, ხო? როდესაც პასუხისმგებლობით ვუდგებით ჩვენს გადაწყვეტილებებს, ხო? და ამას აკეთებს ძირითადად სწორედ ის, ვთქვათ, ძირითადი ფენა მოსახლეობის, ვინც არის წამყვანი ძალა ეკონომიკაში, ისინი უფრო მეტი პასუხისმგებლობით უდგებიან. რაც შეეხება სოციალურ დახმარებას და ესეც რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზია. 2000 ლარი არის ერთჯერადი დახმარება დეკრეტული შვებულების დროს ჩვენთან მოგეხსენებათ და ესეც არის მხოლოდ დასაქმებულ ქალბატონებს. ანუ ვინც არ არის დასაქმებული, იმას ამასაც კი არ აძლევს. აი ლოგიკა მანდ ვერ გავიგე მართლა რას ნიშნავს. ვინც არ არის დასაქმებული, დიასახლისი თუ არის ადამიანი და თქვა მეუღლე მუშაობს, იმას დახმარება. ხო, ანუ არ აძლევს. ასე არის სამწუხაროდ ჩვენთან. და ის 200 ლარიანი დახმარება რაც არის თქვათ უმწეო ოჯახებისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ხო? იმ 700.000-დან დაახლოებით 300.000-მდე არის 18 წლამდე ბავშვი, და ბავშვი არის 200 ლარი, დაახლოებით 45 ლარამდეა თორსტები მოზრდილზე. და ბევრი ოჯახისთვის შეიძლება იყოს, რომ რაღაცა ფული რომ ჩანს ოჯახში, საიდან არის, აი ეს არის ბავშვს რო დახმარებას აძლევს თითქოს სახელმწიფო, რომელიც რა თქმა უნდა წარმოუდგენელია რომ ვინმეს ეყოს, მაგრამ ეს მდგომარეობა რატო არ არის მეტი, ხო? აქვს სახელმწიფოს ამის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, ხო? რამდენად სწორია სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ამ შემთხვევაში. თუ სახელმწიფო ახერხებს, რომ რაშიც ჭირდება, ვთქვათ, იმაში გამოყოს დამატებითი თანხები, აგერ გავიგეთ, რომ სხვა ღარიბ ქვეყნებს უნდა დავეხმაროთ თურმე 10,000 დოლარი. წინა კვირაში ასეთი ინფორმაციას თუ ამ კვირაში გავცელდა, ხო? ანუ ეს არის პრიორიტეტების საკითხი. სახელმწიფო უნდა განსაზღვროს, რამდენად აქვს მას შესაძლებლობა, რა არის მისთვის პრიორიტეტი. არის დემოგრაფია მისთვის პრიორიტეტი, ხო? თუ რომ მოსახლეობა გაიზარდოს, შობადობის ხარჯზე პირველ რიგში. კარგია, სამწუხაროდ ჩვენთან სიკვდილიანობა მას გადააჭარბა. არა და განვითარებულ ქვეყნებზე როდესაც ვსაუბრობთ, იქ სიკვდილის ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად უფრო მეტია ვიდრე ჩვენთან, იმიტომ რომ ჯანდაცვის პროგრამებია იქ სხვანაირი, სოციალური დაცვა სხვანაირად ხდება და რა თქმა უნდა სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია და იქ ვერ აჭარბებს სიკვდილიანობა ხშირ შემთხვევაში შობადობას. ესეც მიზეზია და კიდევ ერთი რომ ეს გრძელვადაში სამწუხაროდ კიდევ უფრო მეტად დაგვართ. შეიძლება დღეს ვერ ვიაზრებთ ჩვენ ამას, წელს მოგეხსენებათ უფრო სწორად გასულ წელს ჩატარდა აღწერა მოსახლეობის 10 წელიწადში ერთხელ ხდება ეს და შედეგებს ალბათ წელს გავიგებთ 3,700,000 ვიყავით ჩვენ ბოლო აღწერით და ბოლო მონაცემებით სავარაუდოდ კიდევ შემცირებული იქნება მოსახლეობა რაც რა თქმა უნდა ეკონომიკურად ბევრნაირი გამოწვევა არის ეს ქვეყნისთვის და ამაზე უკეთ ალბათ არაფერი არ ასახავს იმას თუ რა მდგომარეობა ქვეყნის ეკონომიკაში როდესაც თავრობა გვეტრაბახება რომ რაღაც მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს ამას უნდა გქონდეს კონკრეტული შედეგი ეკონომიკური ზრდა თუ გვაქვს და კარგად ვცხოვრობთ ადამიანები შვილებს რატო არ აჩენენ ხო? აი ძალიან მარტივი კი ხო, ვერ აჩენენ აბაშია საქმე, ანუ ისინი შეგნებულად იღებენ ხო ამ გადაწყვეტილებას, რომ არ გააჩინონ შვილი და ნუ ამის საშუალებები არსებობს ხო კონტრაცეფციის თუ თქვა, როგორ არ გააჩინონ შვილი, წარმოიდგინეთ. ამაზე ფიქრობენ ადამიანები, იმიტომ რომ არ აქვთ იმედი, რომ მათ საკუთარი მომავლის იმედი არ აქვთ, მით უმეტეს ბავშვს, რომელსაც უამრავი რამ ჭირდება და ნუ აი განათლების პრობლემა რაც ბატონმა იაგომაც აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია და განათლება ხშირ შემთხვევაში უკითხ ხოლმე აი რა კავშირია ხო განათლებას და ეკონომიკას შორის, როდესაც საშუალო საჯარო სკოლები ვერ აძლევს საკმარის განათლებას, როდესაც ელემენტარული კომპეტენციის ზღვარს ვერ ცდება, პედაგოგების
განათლებას. მათ შორის საკუთარ საგანში ვერ აბაზრებენ ელემენტარული კომპეტენციის იმას გამოცდას, რომ საკუთარ საგანში მაინც იყვნენ ძლიერები. ეს ხდება სამწუხაროდ საჯარო სკოლებში და ამ საჯარო სკოლა დამთავრებული ბავშვი, რა თქმა უნდა, ვერ პოულობს საკუთარ თავს სოფლიო დასაქმების ბაზარზე, იმიტომ ხო აღარ არის ისე, რომ დღეს თქვა ქართველი ბავშვი უკვე რო იზრდება, ახალგაზრდა ის არის ყველას კონკურენტი. თელ სამყაროში მას შეუძლია თბილისზე თქვა იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო? მაგრამ ამას ვერ მოახერხებს თუ საჯარო სკოლებმა არ მისცეს შესაბამისი განათლება და ის რომ მხოლოდ კერძო სკოლა ითვლება სათანადო განათლებად, ეს არ ვწევდება ხო მთელ მოსახლეობას, ეს არის რაღაცა მხოლოდ სამწუხაროდ მცირე ჯგუფისთვის ხელმისაწვდომი საქართველოში და ეს გრძელვადიანი ეკონომიკური შედეგები იქნება და თუ დროულად არ დაიწყო ამაზე ფიქრი, ხო? რაღაცა ის ქონდათ პოლიტიკა, რომ საპატრიარქოს შეატოვეს თითქოს ილია მეორის რაღაც ინიციატივას, მშვენიერი ინიციატივა, რაღაც მესამე ბავშვის მონაცვლა და რამაც შეიძლება ვიღაცისთვის ამას ხელი შეუწყო, მაგრამ ვერაფერი ვერ გადაწონის ამ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, როდესაც შენ ხა ვინც უნდა მოგინაცვლოს შვილი, შენ ვერ გარისკავ ბავშვის გაჩენას, თუ არა გაქვს შესაბამისი სოციალური პირობები და ანაზღაურება ოჯახს. ძალიან დიდი მადლობა. მარიამ, გაერა ხშირად ატარებს სხვადასხვა მიმართულებით სოციალურ კვლევებს და ალბათ, საერთო სურათი რა თქმა უნდა დანახული გაქვთ ხო პრობლემების შესახებ. ზუსტად აი ამ სურათის კარგად და სახატად მინდა ჩვენი საზოგადოებისთვის რაღაც ვრცლად მოვიცვათ და ვისაუბროთ ამ თემაზე რა თქმა უნდა. მარიამ, მადლობა. დემოგრაფიაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ახლა უკვე აღინიშნა რამოდენიმე საკითხი, მაგრამ სამი ძირითადი კომპონენტი უნდა გამოვყოთ პირველ რიგში. ეს არის შობადობა, ეს არის სიკვდილიანობა და ეს არის მიგრაცია. თუმცა ეს არ არის ერთადერთი კომპონენტები, რომელიც მნიშვნელოვანია განვიხილოთ და სხვასაც შევეხები აუცილებლად. ეხლა შობადობა არის ამ ეტაპზე კვლევის მიხედვით საქართველოში 1.7. მაშინ, როდესაც ბუნებრივი აღწარმოება, ესე ვთქვათ, რომ არსებული მდგომარეობით შევინარჩუნოთ ჩვენ საზოგადოება, ანუ მოსახლეობის რაოდენობა უნდა იყოს 2.1. ანუ ვართ ამ ზღვარზე ქვევით ბუნებრივია. ეხლა თუ შევედრებით ჩვენ ევროპულ ქვეყნებს, ეს არ არის საგანგაშო, ანუ გაცილებით უფრო ცუდი სურათია ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში შობადობის მაჩვენებლის თვალსაზრისით, თუმცა ეს არ არის იმედის და რაღაც ესეთი დამშვიდების მიზეზი. ეხლა შობადობა ასევე მინდა შევადარო მეორე მონაცემს, რომელიც არის სასურველი შვილების რაოდენობა ქვეყანაში. გაგიკვირდებათ და მოსახლეობას უნდა ჰყავდეს 2.6 ბავშვი დაახლოებით სტატისტიკურად. ანუ რას ნიშნავს? ოჯახს უნდა ჰყავდეს მეტი შვილი, ვიდრე ის რეალურად აჩენს. და აქ შემოდის ზუსტად ის დისკუსია, რაზეც ახლა საუბრობთ, რატომ ვერ ვარჩენთ, ხო, უფრო მეტ ბავშვს, რადგან მე მაქვს, რომ ჩემი რეპროდუქციული სურვილი არის მეტი ბავშვი, მაგრამ ამის შესაძლებლობა ალბათ ფინანსების გამო, ალბათ ეკონომიკური პრობლემების გამო არ მაქვს. ეხლა რაც შეეხება სიკვდილიანობას, მე შემიძლია მხოლოდ დედათა სიკვდილიანობაზე ვილაპარაკო და კლებით აღინიშნება ესეც, დღეს არის 22.4, თუმცა ევროპულ საშუალოსთან შედარებით ეს მაღალი არის. ანუ ჯერ კიდევ, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ისეთი ფაქტორი, პატარა მოსახლეობა გვაქვს, 3.7 მილიონი ვახსენეთ, ხომ? ერთი ადამიანის გარდაცვალებაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ გავლენას ახდენს პროცენტზე ამ შემთხვევაში. მაგრამ ისევ და ისევ ეს არ არის დამშვიდების მიზეზი. ხო, მაგრამ ბოდიში ევროპული ქვეყნების შობადობას თუ ვადარებთ ახლა ჩვენს შობადობას და სტატისტიკას, იქ გაჭირვების გამო არ არის თქვათ ეს დაბალი მაჩვენებელი, ხო? ზუსტად ამიტომ, კი, ზუსტად ამიტომ ვახსენე მე სასურველი შვილების რაოდენობაც, რომ აი ამ მიზეზებზე არის დაფიქრება საჭირო, რომ რატო არ აჩენს ოჯახი მეტ ბავშვს, ვიდრე როგორც სურვილი აქვს. მიგრაციის საკითხზე იყო აქ ლაპარაკი. მიგრაცია ძალიან რთულია გასაზომად, მაგრამ აბსოლუტურად როდესაც ასაკობრივ ჭრილში ჩავშალეთ ჩვენ მიგრაციის საკითხი, რეპროდუქციული ასაკის ქალები და ახალგაზრდები არის ძირითადად ჩართული მიგრაციის პროცესებში და რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი შობადობაზე. მე ვახსენე, რომ დემოგრაფიაზე ლაპარაკის დროს ცოტა ფართოდ უნდა შევხედოთ ამას და შემოდის მაგალითად ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც არის დაბერება. საქართველოში არის დაბერებადი მოსახლეობა. დღეს არის 16%, 65+ ასაკის მოსახლეობის, ეს პროცენტი აუცილებლად გაიზრდება. ესეც შეუქცევადი პროცესია, არა ვართ ჩვენ საქართველოს გამონაკლისი ამ შემთხვევაში მოსახლეობის დაბერების კუთხით. თუმცა ეხლა მინდა შევხედოთ ამას, რა თქმა უნდა გავაანალიზოთ მიზეზები, ხო? მაგრამ მიზეზების გაანალიზება კავშირშია თქვათ იმ გამოსავალთან, რაც უნდა სახელმწიფომ განახორციელოს. პირველ რიგში არის
ოჯახებისთვის კეთილგანწყობილი და სასურველი გარემოს შექმნა. რას გულისხმობთ? აქ იყო საუბარი დეკრეტულ შვებულებაზე. აქ არის საუბარი მამობის შვებულებაზე, რომელიც რეალურად არა გვაქვს, ჩვენ გვაქვს მხოლოდ მშობლის შვებულება. ხო, ანუ მხოლოდ ერთი ირჩევს, ხო, როგორც იცი იცით რა, ესეც შეიცვალა კანონმდებლობა ამ კუთხით. დეკრეტული, ეგრეთ წოდებული დეკრეტული შვებულება არის ექსკლუზიურად დედის უფლება, თუმცა მამას აქვს მონაწილეობის მიღება, თუ დედა არ აიღებს სრულად დეკრეტულ შვებულებასაც. ხო, ანუ ეს ვიცი მეც რომ მამას შეუძლია მშობლის შვებულებაა, მამას შეუძლია, მაგრამ აქ უკვე ცნობიერების საკითხიც შემოდის. კაცები საქართველოში არ იღებენ დეკრეტულ შვებულებას, იმიტომ რომ ეს კიდევ დაკავშირებულია რაღაც ესეთ წარმოდგენებთან, მასკულინურ ნორმებთან, რომელიც ძალიან ფესვგადგმული არის საქართველოში. მამა რო შვებულებას იღებს, პირიქით ძალიან კარგი არის და აუცილებელია და არის ძალიან ბევრი კვლევა ჩატარებული, როდესაც საუბარი არის რამხელა გავლენას ახდენს ბავშვზე და ბავშვის ფსიქოლოგიაზე მამის ჩართულობა, ორივე მშობლის თანაბარი ჩართულობა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის. და შემოვიდა აქ ბატონი იაგო საუბრობდა დასაქმების საკითხზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. მე არ მინდა რომ დისკუსია გადავიდეს, რომ ყველაფერი დავაბრალოთ ქალს. ქალებს უნდათ ბედი ბავშვის გაჩენა საქართველოში, მაგრამ იმიტომ რომ შრომის ბაზარი არ არის კარგად დარეგულირებული, სწორედ რომ декретული შვებულების გამო ან არ არის რაღაც გარემო შექმნილი, რომ მან შეძლოს მარტივად დაბრუნება შრომის ბაზარზე. აი აქ ის მინდა რომ ბოდიში რომ გაწყვეტინოთ, მაგრამ აი ამ დროს ქალს ძალიან ეშინია სამსახურის დაკარგვის. რა თქმა უნდა. ანუ ამ პასუხისმგებლობას ვერ ხო რეალური შიშია რა თქმა უნდა, არ არა მარტო სამსახურის დაკარგვის, აქ არის კვალიფიკაციის დაკარგვის. ამიტომ დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ქალმა შეძლოს ბავშვის გაჩენის შემდეგ კვალიფიკაციის სწრაფად გამაღლება ჩაერთოს ისევ შრომ, რა თქმა უნდა. ეს არის უაღრესად აი ეს არის საკითხები, რომელიც უნდა მოწესრიგდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ ჩვენ ხალხმა შეძლოს თავიანთი რეპროდუქციული სურვილების მიღწევა. 2.6 მე ვახსენე, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე აი ეს ბუნებრივი აღწარმოება, ხო? ჩვენ ხომ გვინდა რომ მეტი ვიყოთ საქართველოში მოსახლეობა, როგორც ასეთი. აი ეს გარემო, ეკონომიკური ფაქტორების მიღმა, რა თქმა უნდა, და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს ყველაფერი არის საყურადღებო. აქ ასევე იყო საუბარი და ეს არის ძალიან დიდი არასწორი დამოკიდებულება, მაგალითად, თანამედროვე კონტრაცეპტივების. ეს არ არის ოჯახის დაგეგმა არ არის, იმიტომ რომ ნაკლები შვილი გყავდეს. ოჯახის დაგეგმვის მეთოდები არის იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ გავაჩინოთ ბავშვი მაშინ, როცა გვინდა და იმდენი, რამდენიც გვინდა. ამიტომ, სხვათა შორის, საქართველოში ძალიან კარგი მაგალითი არსებობს, რომ მაშინ, როდესაც გაიზარდა თანამედროვე კონტრაცეპტივების გამოყენება, გაიზარდა შობადობაც. ანუ არ იყო კავშირში მანდამაიც რომ იყენებს კონტრაცეპტივის რაღაც მეთოდს, მაგრამ ამიტომ შობადობა შემცირდა. ეს რა არ არის ერთმანეთთან კავშირში და ბოლოს ასევე აღნიშნავ ერთ საკითხს, რომ ფულადი დახმარება არის მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ესეც კვლევა ამბობს, რომ ეს არ არის მომტანი, აი გრძელვადიანი შედეგის. აი ეს გარემოს გამოსწორება არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე აი ერთჯერადი ფულადი დახმარება ოჯახებისადმი. სამუშაოს ადგილების შექმნა, სამუშაო გარემოს შექმნა, იმისთვის რომ ქალმა შეძლოს უკან დაბრუნება და ზოგადად კაცების მეტი ჩართულობა ასევე ბავშვის აღზრდის პროცესში, ოჯახში ზრუნის გადანაწილება და ასე შემდეგ. ეს არის გარემო, რომელიც შეცვლის ამ დამოკიდებულებას. დიდი მადლობა. თავარი არის ის, რომ ალბათ თავარი კითხვა უნდა დაისვას. ბოლო 4 წლის განმავლობაში უკან და უკან მივდივართ, სტატისტიკა უარესდება, ხო? როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდოთ ამ ყველაფრის გაუარესებას, თუ არის რაიმე გზები, რითაც შეიძლება რომ ეს დარწმუნებული ვარ რომ არის, მაგრამ რა გზები არსებობს იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს ყველაფერი? ხო, ალბათ, ბოდიში დავამატებ, კი ვისაუბრეთ, ცოტა შევეხეთ. არა, უფრო მე ამ შემთხვევაში უფრო კონკრეტულ გზები მაინტერესებს, აი კი, სხვა კონკრეტული გზები მაინტერესებს. იმაზე, რომ სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში, ცოტა შევეხეთ, მაგრამ უფრო ღრმად შეგვიძლია შევიდეთ ამ ყველაფერში. თუნდაც საერთაშორისო პრაქტიკებიდან გამომდინარე. იცით რა შესაქმე, ესე იგი ჩვენ თქვით სახელმწიფოს თანადგომ არასრულფასოვან თანადგომაზე და ვთქვით იმაზე, რომ მხოლოდ და ასე ვთქვათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ბავშვებს ეხმარება სახელმწიფო, მაშინ როდესაც განვითარებულ ქვეყნებში სხვანაირად არის საქმე. ეხლა მე გერმანია ვახსენე, ხო, ეს საგულისხმოა, რომ იქაც ცხადი არსებობს ეკონომიკური თანასწორობა, ზოგი უფრო მდიდარია, ზოგი ნაკლებად, ეკონომიკური გამოწვევები განვითარებულ ქვეყნებში თუ დგას ადამიანს და იქ სახელმწიფო ასევე მუშაობს ვაუჩერულ სისტემაზე, აი მაგალითად ოჯახებს, რომელთაც სხვადასხვა მომსახურებების დაფინანსების შესაძლებლობა ნაკლებად აქვს, ურიგებს ოჯახებს, ურიგებს ვაუჩერებს. ეს არის თქვათ ვაუჩერი სპორტში, ეს არის ვაუჩერი
რაღაც საგანმანათლებლო წრეებში ჩართულობის თვალსაზრისი და ასე შემდეგ. ანუ ვაუჩერული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი ასევე ოჯახების გაძლიერებისთვის, ხო? სახელმწიფო უნდა გახდეს გაცილებით უფრო ქმედითი მატერიალური დახმარების გაწევის თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც გამოსავალს ეხება რასაკვირველია, რომ იცით რა შეიცვალოს ღირებულებები საზოგადოებაში. აი აქ მარიამ ახსენა მამაკაცების შვებულება. მამაკაცების შვებულება თითქოს ოქსიმორონია ქართულ ცნობიერებაში, ხო? აუცილებლად შვებულება უნდა უკავშირდებოდეს დედას, იმიტომ რომ დედა არის მთავარი პასუხისმგებელი ბავშვის აღზრდაზე. ეს სტერეოტიპი რასაკვირველია არის დასანგრევი და მამის ჩართვა და მამის მონაწილეობა ბავშვების აღზრდაში არის უაღრესად მნიშვნელოვანი. არაერთი კვლევა ამბობს ამას, რომ მამას გააჩნია თავის ძალიან მნიშვნელოვანი როლი ბავშვის აღზრდაში და ამ როლის გარეშე სოციალიზაცია ბავშვის არ არის სრულყოფილი. სხვა შორის ბევრი სტერეოტიპი გვიშლის ჩვენ ხელს იმაში, რომ ბავშვების აღზრდა სრულფასოვნად წარიმართოს, თუმცა მეორე მხრივ ზოგიერთი სტერეოტიპი ხელს გვიწყობს იმაში, რომ შობადობა ინდონეზეც შენარჩუნდეს, ინდონეზე მაინც შენარჩუნდეს, რაც ახლა გვაქვს, ხო? თავისთავად ეს სტერეოტიპები შეიძლება ნეგატიურია, მაგრამ რაღაცნაირად პროცესს აძლევს სტიმულს. აი მაგალითად მე ბავშვობიდან ესმის ეგეთი გამოთქმა, რომ ერთი შვილი, არაშვილი, ორი შვილი, ვითომშვილი, სამი შვილი, მართლაშვილი სისულელია ეს პრინციპში რო თქვას ადამიანმა, მაგრამ ეს სტერეოტიპი მოქმედებენ ადამიანებში და ის თქვათ შვილის გაჩენაზე ოჯახები მიდიან მიუხედავად იმისა, რომ ამის რეალური შესაძლებლობა, ამის რეალური საფუძველი, განსაკუთრებით ეკონომიკური საფუძველი ოჯახებში არ არსებობს. მოკლედ, აი ეს ღირებულებების საკითხია მოსაგვარებელი, სახელმწიფოს თანადგომის ქსელია მოსაგვარებელი, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ინსტიტუციების განვითარება იმისთვის, რომ მშობელს დრო გამოუთავისუფლდეს და სახელმწიფო დაეხმაროს მას ბავშვის აღზრდაში. მე ვიცი, რომ საბავშვო ბაღების ქსელის გაფართოების და საბავშვო ბაღების კეთილმოწყობის თვალსაზრისით, სხვა შორის ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არ არის ყველაფერი მოგვარებული საბავშვო ბაღში, საჯარო საბავშვო ბაღში ბავშვის მიყვანა ჯერ კიდევ გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კვებას ეხება საქმე, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, კვება არის გადამწყვეტი, ხო? ამიტომ აი საბავშვო ბაღების მომსახურების და ამ ინსტიტუტის განვითარებაც ასევე და ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამოთავისუფლებული დრო მშობელმა, განსაკუთრებით დედამ მოახმაროს ხო, მის პიროვნულ განვითარებას ასევე საზოგადოებაში, ხო. კი ბატონო. გიორგი. დიახ. ხო, მოკლედ დავამატებ პრიორიტეტებზე, როდესაც საუბრობდით, ხო, იგივე არის ეს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების ნაწილი. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ მოსახლეობა ბერდება. ანუ დღეს დასაქმებული ადამიანები ვიხდით გადასახადებს იმისთვის, რომ თქვა სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს კონდეთ გარკვეული დახმარება, ხო, ჩვენთან პენსიაც არ ქვია, ეს რეალურად სოციალური დახმარება და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი იმუშავე ან როგორ იმუშავე, სანამ ეს ახალი საპენსიო სისტემა დაინერგება საბოლოოდ, ხო, და გაჩნდებიან ადამიანები, ვინც ისარგებლებენ ამ საპენსიო სისტემით, ხო, ძველი მოდელი რაც არის, ეს არის სოციალური დახმარება. შესაბამისად, ნაკლები ექნებათ, ვერ გაიზრდება ამ ადამიანების დახმარება, თუ სამუშაო ძალა შემცირდა, გადასახადის გადამხდელი შემცირდა, ხო, ლოგიკურად. შესაბამისად, სახელმწიფოს ექნება ნაკლები საშუალება, რომ უფრო მეტად დაეხმაროს. რადგან ჩვენ საუბრობთ, რაც არის საჭირო, ამის გასაკეთებლად საჭიროა, რომ გადასახადის გადამხდელი მეტი იყოს, როგორც ბიზნესი, ასევე ფიზიკური პირი, რომ სახელმწიფოს მეტი შემოსავალი ქონდეს და ეს საკითხი მოხვდეს სახელმწიფოს პრიორიტეტებში. თავარი ეკონომიკური გამოწვევა იქნება წლების განმავლობაში ჩვენთვის ეს სამუშაო ძალა.
წარმოუდგენელია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეკონომიკის განვითარება, მით უმეტეს განვითარებადი ქვეყნა, ამაზე როდესაც ვსაუბრობ. ხა იაპონიის მაგალითს ვავიღებთ, იქაც შეიძლება მცირდება მოსახლეობა, მაგრამ იაპონიას ისედაც განვითარებული ქვეყანაა და სხვათა შორის ეკონომიკური ზრდის ტემპით ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება თავის თანაწონად ქვეყნებს, სხვა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ან ევროპის რამდენიმე ქვეყანას ის ჩამორჩება. და ხშირად მიზეზად სწორედ ესეც სახელდება, რომ არ იზრდება სათანადოდ მოსახლეობა. საქართველოს ეს მის უმეტეს ძალიან მწვავე გამოწვევა, ამიტომ ეს უნდა მოხდეს ხელისუფლების პრიორიტეტებში, პოლიტიკოსების, პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში უნდა გაჩნდეს ეს საკითხები, რა პრობლემაა და როგორ ვაგვარებთ ამ პრობლემას, იმიტომ რომ ეს ხო არ არის საკითხი, რომელსაც რაღაც ფერია ჯოქს მოიქნევს და უცებ გადაწყება, ამას სჭირდება კომპლექსური მუშაობა, ეს არის კომპლექსური საკითხი და შედეგის არ გამოჩნდება 1 და 2 წელიწადში. ჩვენ კი ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ იმისთვის რომ რაღაცა შედეგი უფრო მალე გაჩნდეს, არის რაღაცა ხვალინდელი დღის იმედის გაჩენა, რომელიც დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაში და დღევანდელ ვითარებაში ძალიან საეჭვოა ჯერ ხო, რასაც უყურებთ. შესაბამისად ის რომ ხვალინდელი დღის იმედი არ არის, მოქალაქეები რა თქმა უნდა ვერ გეგმავენ საკუთარ ცხოვრებას და მით უმეტეს ახალი ამ ცხოვრებაში ახალი წარმომადგენლების ცხოვრებას. და მარიამს ყოჩაგრო ასეთ რთულ ვითარებაში. სხვათა შორის ახლა რაზეც საუბრობდით, ეს ყველა ფიქრი ჩემს თავში რამდენიმე თვეა და იქამდეც უკვე ტრიალებს და მე ყველა ქალბატონის მესმის და იმ ოჯახების ძალიან კარგად მესმის, ვისაც ხო მსგავსი გადაწყვეტილების მიღება უწევს ცხოვრებაში და სხვა შორის იყო და არის მე როგორც ვიცი დღემდე, თუმცა არის რაღაც კანონი მოქმედებს ამასთან დაკავშირებით, რომ როდესაც იგებდნენ რომ გოგონა უნდა გაჩენილიყო და მოევლინათ ქვეყანას, მიდიოდნენ იმაზე, რაზეც ხო იშორებდნენ, ასე ვთქვათ, ნაყოფს, იმიტომ რომ შვილი ბიჭი იყო ძალიან სასურველი და ესეც ალბათ ამანაც იქონია ძალიან დიდი ხო გავლენა ალბათ უფრო ეს კიდევ ერთი მახინჯის სტერეოტიპი. რა თქმა უნდა, მახინჯის ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ არსებობს საქართველოში, ბოლო მონაცემებით ეს არის 100 გოგონა 100-ზე, ანუ ეს არ არის ნორმა, რომ და იყოს 100 106-ზე. ეს ნიშნავს, რომ ისევ ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება არის და ხდება სქესის ნიშნით შერჩევა რეალურად საქართველოში. 12 კვირამდე ხო კანონით 12 კვირამდე არის და 12 კვირამდე დაშვებულია, 12 კვირის შემდეგ უკვე აღარ შეიძლება, მაგრამ აქ არის უფრო მანამდე არის, ნუ თანამედროვე მეთოდო, ხო, თანამედროვე ტექნოლოგია არის განვითარებული და არის შესაძლებელი ბუნებრივია, თუმცა გაეცა რეკომენდაცია სამედიცინო პერსონალს, რომ არ იმიტომ რომ ძალიან დიდი ალბათობა რომ შეცდომა მოხდეს ამ შემთხვევაში. გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილება არ უნდა მოხდეს გენდერის ჭრილში მანდამაინც და ერთსაც დავამატებთ, აი როდესაც ვლაპარაკობდით, ეხლა ჩვენ ორი საკითხი, რომელიც თქვათ უნდა გავითვალისწინოთ ამ დემოგრაფიის მოგვარების კუთხით, ხო? ეს არის მე ვახსენე დაბერებადი მოსახლეობა. ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს ხალხი უკან არ ჩავრთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში. სხვა გამოსავალი უბრალოდ ქვეყანას არ აქვს. როდესაც არის პროგნოზი, რომ საქართველოს 35% დაახლოებით 2050 წლისთვის იქნება დაბერებადი, ანუ 65+, აი წარმოიდგინეთ რა რაოდენობაზე გვაქვს საუბარი, ამიტომ უნდა იყოს მიღებული რაღაც გარკვეული ზომები, რომ მოხდეს ამ ხალხის უკან დაბრუნება ეკონომიკურ საქმიანობაში. მათი უნარების განვითარება უნდა შევძინოთ მათ რაღაც გარკვეული უნარები, რითაც შეძლებენ ჩაერთნონ ისევ შრომის ბაზარზე. ეს არის ერთი საკითხი. მეორე არის მე ვახსენე აქ გარემო პირობები. დამსაქმებლებთან მუშაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შექმნან შესაბამისი გარემო ოჯახებისთვის. ეს იქნება ქალი, ეს იქნება დედა, ეს იქნება მამა, რომ შეძლონ ბავშვის გაჩენა, ანუ გადაწყვეტილების მიღება იმითი რომ გქონდეთ გარანტია რომ ისინი არ დაკარგავენ სამსახურს, მათ ექნებათ ასეთი მოქნილი სამუშაო გრაფიკი მაგალითად, თქვათ ბავშვის მოვლის რაღაც ზრუნვის ცენტრები შეიძლება იყოს, ბევრი სხვადასხვა გამოცდილება არსებობს მსოფლიოში ამისთვის, როგორ შევქმნათ ოჯახებისადმი კეთილგანწყობილი გარე, რომ წავახალისოთ რეალურად ოჯახები გააჩინონ მეტი ბავშვი. მიგრაციის იმდენი თანხა შეუვიდა ამ 5,000 ლარიანი ჯარიმებით, რომ რა ვიცი, აი ამ ერთი თანხით, ამ დიდი თანხით ძალიან დიდ პრობლემას კი მოაგვარებდა ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით დარწმუნებული არ მინდა ეხლა სხვაგან წავიყვანო საუბარი, თუმცა არ შემეძლო რომ არ მეთქვა ეს ყველაფერი. მიგრაციის საკითხზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, ვახსენეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაედინება ჩვენი ქვეყნიდან. იყო ასეთი ტენდენცია, თითქოს დედების თაობა მიდიოდა 90-იან წლებში უფრო მეტად ოჯახების გადასარჩენად. თუმცა აი ახლა რასაც ვაკვირდები, ჩემი მეგობრები თუნდაც, ჩემზე პატარებით, ახალგაზრდები დაიმატნენ დედებს კიდევ და მიდიან და ტოვებენ ქვეყანას. უფრო მეტი ახალგაზრდა მიდის. აი ეს
გონება და ტვინი და განვითარებული ადამიანები, რომელიც ჩვენს ქვეყანას უნდა წაადგეს და ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის მიდიან და რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეს ყველა? ემიგრაცია ძალიან მწვავე საკითხია ზოგადად მსოფლიოში და საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, ესეც რასაკვირველია უკავშირდება სიღარიბეს, იმიტომ რომ ზოგჯერ ოჯახების ასე ვთქვათ, გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არის ემიგრაციაში წასვლა და ასე ვთქვათ, ფულადი გზავნილების ხარჯზე ცხოვრობს ძალიან ბევრი ოჯახი, ამის ზუსტი სტატისტიკა ჩვენ არ გვაქვს რასაკვირველია, მაგრამ დაახლოებით სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ მინიმუმ ყოველი მეხუთე ოჯახი ცხოვრობს ეგრეთ წოდებული რემიტანსების, ანუ საზღვარგარეთიდან გზავნილების ხარჯზე. თუმცა აი ძალიან საინტერესო რამე თქვით ახლა თქვენ თუ ემიგრაციაში წასვლა ძირითადად ეკონომიკურ გაჭირვებას უკავშირდებოდა და ადამიანები ამ მიზეზით ტოვებდნენ ქვეყანას ბოლო წლებში გაჩნდა სხვა მიზეზიც როდესაც ადამიანები ქვეყანას ტოვებენ თვითრეალიზაციის მიზნით ან როდესაც ისინი აღმოაჩენენ რომ ამ ქვეყანაში მათი უნარების მათი კვალიფიკაციის რეალიზაციის შესაძლებლობა არ აქვთ, ან ნაკლებად აქვთ და ისინი აი ამ პიროვნული სრულყოფისთვის და საკუთარი თვითრეალიზაციისთვის, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ნაკადი ადამიანის განვითარებაში, როდესაც ჩვენ შეგიძლია საკუთარი თავის, როდესაც ჩვენ არ შეგიძლია საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინო, ეს არის ასე ვთქვათ, დამანგრეველი ადამიანისთვის, ან მხოლოდ ეკონომიკურად, ან ფსიქოლოგიურად, ხო? და ადამიანები ამ მიზეზითაც და განსაკუთრებით ახალგაზრდები ამ მიზეზითაც სწავლობენ ქვეყანას ჩვენთან არ არსებობს არც შრომის ადეკვატური ანაზღაურება, არ არსებობს არც შესაბამისი გარემო, მათ შორის ტექნოლოგიური გარემო იმისთვის, რომ ადამიანებმა საკუთარი უნარები დაახარჯონ და ისინიც მიდიან. ეხლა როცა საზღვარგარეთ მიდის ადამიანი მას ჭირდება ადაპტაცია, ხო? იმ უცხო გარემოსთან ისე ხო არა, რომ წახვედი და ჩაეწერე იმ კულტურაში, თუმცა არაფერი, ხო? ჭირდება ადაპტაცია. ეს ადაპტაცია გარკვეულ დროს მოითხოვს, გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, ძალიან მნიშვნელოვანს. ამიტომ ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი შემაფერხებელი მიზეზი ოჯახის შექმნისთვის, ხო? შემდეგ იცით რა ჩვენ არ გვაქვს აი ეს ასე ვთქვათ, წრიული მიგრაცია თუ შეიძლება ასე ითქვას. ადამიანები, როდესაც მიდიან, გაცილებით მეტი გადის, ვიდრე ბრუნდება ამის თქმა მინდა. ანუ ადამიანები რომ მიდიან და იქ მოიწყობენ ცხოვრებას, ასე ვთქვათ, ადაპტირდებიან იმ გარემოსთან, შემდეგ ისინი დაბრუნებაზე აღარ ფიქრობენ. შესაძლოა სურვილი აქვთ ამის, მაგრამ ქვეყანაში არსებული ვითარება მათ ამის სტიმულს არ აძლევს, ხო? ამიტომაც არის რომ გამსვლელი მიგრაციის სალდო ქვია ამას და მიგრაციის ნეგატიური სალდო აქვს საქართველოს სამწუხაროდ გაცილებით მეტი გადის ვიდრე შემოდის და საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება დავრჩიეთ კვალიფიციური მუშახელის, ახალგაზრდების, ბავშვების და დავემსგავსოთ რაღაცა დაჭაობებულ ქვეყანას, ძალიან სამწუხარო როდესაც ამაზე ვლაპარაკობ, დაჭაობებულ ქვეყანას, რომელიც არც არ ქმნის, რომელიც არ მოძრაობს, რომელიც არ არის ცოცხალი ორგანიზმი და ამას აქ ჩვენ ვერ ვილაპარაკეთ, ძალიან კომპლექსური მიდგომა ჭირდება და ბევრი მხრიდან ჭირდება შეტევა, მათ შორის არა მხოლოდ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამაზე, არამედ პასუხისმგებელია თითოეული ჩვენგანი, მოქალაქე, ორგანიზაციები, ინსტიტუტები და ასე შემდეგ. მოკლედ ემიგრაციის ტალღა რაღაცნაირად უნდა დარეგო, ის ვერასოდეს ვერ შეჩერდება, რასაკვირველია და თანამედროვე გლობალური პროცესები ემიგრაციის შეცერების შეუძლებლობაზე მეუთითებს, მაგრამ ის უნდა დაბალანსდეს იმ თვალსაზრისით მაინც, რომ წასულ ადამიანებს შეეძლოთ უკან დაბრუნება და ასე ვთქვათ, უწყვეტი იყოს მათი კვალიფიკაციის დახარჯვა მათ შორის საკუთარ ქვეყანაში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადინება ძალიან დიდია და უკან აღარ ბრუნდებიან. გიორგი, რაღაცნაირად შევაჯამოთ ყველამ და საარსებო მინიმუმზეც მინდა რომ ვისაუბროთ. არის საკმარისი იმისთვის, რომ
სრულყოფილად იცხოვროს ადამიანი. საქსტატის მეთოდოლოგიას ხშირ შემთხვევაში სხვა კვლევებთან დაკავშირებით ვეთანხმებ საარსებო მინიმუმის დათვლის შემთხვევაში არ არის მე მგონი სწორი მეთოდოლოგია ხო ჩვენ შემთხვევაში ხო რა სამას ლარამდია დაახლოებით ერთს დასულ მამაკაცზე რამდენი შეიძლება ასე ითვლება ხო ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო მეთოდოლოგიებს იყენებს საქსტატის ვთქვათ იგივე გაეროს სხვა რეკომენდაციებსაც მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის ხო ცხოვრება გვაჩვენებს მინიმუმ რომ არ არის საკმარისი ერთი ადამიანისთვის 300 ლარი და ეს შემდეგ განსაზღვრავს მე ვთქვათ იგივე სხვა გიორგი 300-იც არ არის კი ვიცი რომ 200-იან ოჯახზე 400-ია ეს შემიძლია გითხრათ ზუსტად ხო ცოტა რომ ფაქტია რომ არ არის საკმარისი და ეს ვერ ხვდება პრიორიტეტებში და ემიგრაციას რაც შეეხება აქამდე სწორედ ჩვენი მოსახლეობის შემცირების მთავარი წყარო სამწუხაროდ იყო სწორედ გადინება ქვეყნიდან მოსახლეობის და ნაკლები შემოდინება ანუ არათუ წასული არ ბრუნდება არამედ უცხოელიც არ შემოდის იმდენი თქვა საქართველოში თუ შემოდის ძირითადად უცხოელები არიან ან სტუდენტები რომლებიც დროებით თქვა სწავლობენ და შემდეგ რა თქმა უნდა დაბრუნდებიან თავის ქვეყნებში იმიტომ რომ საქართველო არ არის ქვეყანა რომელიც თქვა სტუდენტს აქ დაიტოვებს ხო ჩვენ რასაც ვსაუბრობთ რომ ქართველი მიდის თქვა ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანიაში თქვა დიდ ბრიტანეთში განათლებას იღებს მას იქ ექმნება პირობები რომ იქ დასაქმდეს რადგან ამ ადაპტაციას ახერხებს საქართველო არ არის ქვეყანა სადაც თქვა ინდოეთი და პირობითად აქ ჩამოსულ სტუდენტს შენ აქ დაიტოვებთ რომ მე ეს სამუშაო ძალაში თქვა დაგეხმაროს ხო შესაბამისად ესეც რა თქმა უნდა პრობლემაა და ესეც მოსაგვარებელია მაგრამ ამასაც თავისთავად კომპლექსური მიდგომა სჭირდება იმიტომ რომ ეს გრძელვადიან უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს მოგვცევს წლების შემდეგ შეიძლება დღეს რა შედეგებიც არის ეს არის აი იმ გრძელვადიანი აი რთული წარსულის შედეგი ვერ ვიტყვით რომ აი ეს ბოლო 2 წლის შედეგია შობადობის შემცირება რა თქმა უნდა ეს არის გრძელვადიანი უარყოფითი პროცესების კომპლექსური პროცესების შედეგი. რაც უარესდება და უარესდება რაც დრო გადის. ხო, თუ იმიტომ რომ არანაირი ნაბიჯი არ არის. რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკითხის დაგეგმვისას, ხო, ბიზნესი იქნება ეს თუ ფიზიკური პირი თუ იურიდიული რამშველობა, ხო, ხვალინდელი დღე როგორი იქნება თუ არ იცი, აღარ დამატებით ინვესტიციას აღარ ხორციელებ შენ თვითონ შენივე ბიზნესში პირობითად. დამატებით ვალდებულებას აღარ იღებ, სესხსაც ვეღარ იღებ. ხო, პირობითად აი რაღაცა თქო შეგექმნა პრობლემა უცებ დაგჭირდა. ხო, ვერ ისკავ ადამიანი. ან იღებს სესხს და იმხელა პროცენტში ხო, ნუ ეს კიდე ცალკე კომპიუტერ არ გავხსნით თემას. ხო. ხო, ძალიან ბევრი ისეთი თემა ამ თემის გარშემო კიდევ რომ შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ და ალბათ არ დავამთავროთ, მაგრამ მართალი ხართ არ გავცდეთ თემას და ხო, შეჯამებისკენ მიდივართ. რა თქმა უნდა, ხო, უბრალოდ იმიგრაცია, რა თქმა უნდა, ცოტა არაპროგნოზირებადია, შეუძლებელია ვთქვათ რა მოხდება მომავალში. აი ბოლო წლების განმავლობაში ორი ეტაპი იყო, რომელიც ორივე არასასურველ მოვლენებს ემთხვეოდა, როდესაც ჰქონდა დადებითი სალდო მიგრაციის. დანარჩენი წლები იყო ყოველთვის უარყოფითი სალდო, ეს იყო 2020 წელი, როდესაც იყო პანდემია და 22, როდესაც იყო ომი უკრაინაში დაიწყო და მაშინ მოხდა შემოდინება ხალხის საქართველოში, ხო? და ჩვენ ვახსენეთ, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალები გადიან ძირითადად და გადიან ახალგაზრდები და მე მინდა გამოვეხმაურო რაზედაც ბატონი იაგო საუბრობდა, რომ ზუსტად ახალგაზრდებისთვის გარემოს შექმნა ქვეყანაში არის უაღრესად მნიშვნელოვანი. დაახლოებით 30% ახალგაზრდების არის, რომლებიც არ არიან ჩართული არც განათლების სისტემაში და არც თქვათ რაიმე ესეთი ინდიკატორი არის, არც რაიმე კონკრეტულ საქმიანობაში, ხო? ნიტ ინდიკატორს უძახით ამას ჩვენ 30%-ია ახალგაზრდებს. საკმაოდ დიდი რაოდენობა არის ეს. ანუ ახალგაზრდამ უნდა შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება. კარგია თუ ის მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, ჩართული იქნება რაღაც პერიოდის განმავლობაში მიგრაციაში, მაგრამ სასურველია რომ ის დაბრუნდეს ქვეყანაში, იმისთვის რომ ჩვენ აი ტვინების გადინება რეალურად არ მოხდეს. მაგრამ აი ზუსტად აი ამ გარემოს შექმნა, რასაც ყოველთვის ვსაუბრობთ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ახალგაზრდებისთვის იქნება ეს თუ ასაკოვანი მოსახლეობისთვის. უღრმეს მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მართლა კომპეტენტური აზრისთვის, რომელიც ნუ იმედი მაქვს რომ გაიგონებენ და მავანი შეასრულებენ რაღაც ნაბიჯებს მაინც გადადგამენ იმისთვის რომ თუნდაც ჩვენ დემოგრაფიული პრობლემა რაღაცნაირად აღმოიფხვრას ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალიან პრინციპში ძიმეა, მაინც ასე დაიხატა და ასე ხედავთ ამ სურათს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ და ჩვენ რეკლამაზე გავდივართ, მალე დაგიბრუნდებით და რა თქმა უნდა არ უნდა გადარჩათ. დროებით.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ჩვენ უკვე გუშინ წარვადგინეთ, მაგრამ დღეს კიდევ უფრო კარგად უნდა წარვადგინოთ ხვალინდელი დღის, ანუ 31 მარტს თბილისში მასშტაბური აქცია იგეგმება დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღის აღსანიშნავად და რეფერენდუმის აღდგენიდან 34 წლის თავზე ქართველი ხალხი კვლავ რუსთაველზე იკრიბება, რა თქმა უნდა, ტრადიციულად სხვადასხვა ლოკაციებიდან იგეგმება მარშები, რომლებიც დაიძრებიან ქვეყნის მთავარი გამზირისკენ. ანა და ჩვენ საანონსე ვიდეო რგოლი უნდა ვნახოთ აუცილებლად და სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით ძალიან მალე. გრძელი და ცივი ღამეების შემდეგ, უსასრულო ყინვების და გადაღრილობის შემდეგ, როცა გარშემო ჯერ ისევ სიბნელეა, ზუსტად მაშინ დგება გაზაფხული. დაიწყებს გაღვიძებას ყველაფერი, რაც აქამდე იკრებდა ძალას, მიწის ზემოთ ამოდის სიცოცხლე. სიბნელე უკან იხევს, სინათლე იკავებს თავის კუთვნილ ადგილს. 31 მარტი არის ქართველი ხალხის გამოღვიძების დღე. 1991 წელს საქართველოს მოქალაქეებმა რეფერენდუმით დიახ უთხრეს დამოუკიდებლობის აღდგენას და რუსული ბატონობის დასრულებას. და ჩვენს ქუჩაზეც მოდის გაზაფხული, ახალი სიცოცხლით, ახალი ძალებით მოდის ხალხის გაზაფხული. 31 მარტს 20 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე, 21 საათზე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მოკლედ რთული გამოსაცნობი არ არის რა არის ჩვენი მთავარი თემა, რაზე ვისაუბრებთ და ხელოვნებად ვცოდნე სოფო კილოსონია გვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. სოფო, მოგესალმები, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოკლედ უნდა ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე, რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი აქცია. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ხვალინდელ დღეს აქვს ისეთი სიმბოლური დატვირთვა, რომელიც აცოცხლებს და აღვიძებს იმ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველოს ისტორიაში, რომელმაც იმ მნიშვნელოვან დღეს, რომელმაც რაღაცნაირად ფორმა და სამართლებრივი სტატუსი შესძინა საქართველოს დამოუკიდებლობას, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი კიდევ ერთხელ გააძლიერა და გაამყარა 91 წელს და ეს სიმბოლური საფუძველი და ეს მოგონება დღის ჩვენს უკვე 130 დღის, ხო, და ზოგადად ალბათ არაერთი ბოლო წლის ბრძოლას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს და შეიძლება ითქვას წმინდა. საკრალური ხდება ეს ბრძოლა. თუმცა არ მგონია მე, რომ ვინმეს დავიწყნოდა ქართული საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, ეს არ არის მხოლოდ რაღაც ისტორიული ისტორიის ციტირება და მოგონება, ეს არის ნამდვილად თანამედროვე საზოგადოების არჩევანი. და ამის მაუწყებელი იყო ყოველი ის დიდი გამოსვლა და ძალიან სპონტანური პროტესტი, როდესაც ქართული ოცნების ძალადობრივი ძალა უკვე და დამნაშავე ძალა უხეშად შეეხო და შებრალა ევროინტეგრაციის და ზოგადად საქართველოს ევროპაში არსებობის პერსპექტივა და სხვადასხვა წელს ბოლო წლებში ამ ასეთი დანაშაულებრივი აქტი არაერთი იყო და ყოველ ასეთ შემთხვევაში ქართული საზოგადოება და საქართველოს საზოგადოება ფეხზე დადგა ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე. თუმცა ხვალინდელი დღე არის მაინც დაგეგმილი, ამას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები გეგმავენ და ერთგვარად პროტესტის გაზაფხულის საწყის წერტილად არის აღქმული გამოღვიძების. ჩვენ ძალიან რთული ზამთარი გავიარეთ, რთული და აღმაფრთოვანებელი ერთდროულად. იმიტომ რომ საკმაოდ სუსხიანი და ცივი იყო, სუფთა კლიმატური თვალსაზრისით ვამბობ და ჩვენ ფიზიკურად ვიდექით თითქმის ყველა ყოველ ღამით და ეს არ იყო ფიზიკურად იოლი.
და ბევრი ჩემი თანამოქალაქე დამეთანხმება, რომ ზამთრის აი ამ სიცივის გავლენა ახლა უფრო იგრძნობა ჩვენს ორგანიზმზე და ჩვენს სხეულებზე. მაგრამ სხვადასხვა ეპიზოდებით სამოქალაქო ჯგუფებმა დაისვენეს და დავისვენეთ და ახლა უკვე გრძნობთ გაზაფხულის ენერგიას და ამოგვეწია აი სწორედ ეს თარიღი, რომელიც ახალ პასუხისმგებლობას გუმატებს, კიდე გვახსენებს პასუხისმგებლობას. დიახ. სოფო, რა მოლოდინი გაქვთ? ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, გამოღვიძება ახსენეთ თან და ზოგადად პროცესებთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ? ისე ვიდრე მოლოდინზე გიპასუხებთ, მინდა რომ აღწერო მოცემულობა, იმიტომ რომ ეს მოლოდინი მაინც დაკავშირებულია ჩვენს იმედებთან რწმენასთან არა და ხშირად ისმის ხოლმე სწორედ ამიტომ რომ აი ამ საკითხზე უნდათ საუბარი, რასაც თქვენ შეეხეთ ამ კითხვით. დიახ. სამეთქე კითხვას აქვს თუ არა აზრი თუნდაც პროტესტის იგივე ფორმას, უსთაველზე დგომას, ან მარშებს. მე უკვე დიდი ხანია და არა მხოლოდ მე ალბათ ამ კითხვას ასე არ ვსვამთ. ჩვენ არ გვაქვს არჩევანი. ყველაფერი ძალიან მკაფიოა და ჩამოქნილი. ერთ მხარეს არის არა უბრალოდ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ან პარტიული გემოვნების ჯგუფებად ხომ არ ვართ დაყოფილნი. ერთ მხარეს დგას რაღაც ჯგუფი, რომელმაც უღალატა კონსტიტუციას, თუმცა ღალატი არ არის ერთჯერადი, ის არის პროგრესირებადი და ყოველდღე დანაშაულის, სახელმწიფოს წინაშე დანაშაულის მასშტაბი და სიღრმე და სიმძიმე იზრდება. ასე რომ ეს პროცესი ჩვენ არ გვიტოვებს არჩევანს და მოლოდინებზეც აღარა ვარ დამოკიდებული სიმართლე რო გითხრათ, რომ აი თუ კი ვიმარჯვებ, მაშინ ვაპროტესტებ, ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს არ აქვს, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ დანაშაულის ყურება და თუ ოდნავ მაინც ვგრძნობ როგორც მოქალაქე პასუხისმგებლობას ან ღირსების განცდა მინდა რომ შევინარჩუნო, მაშინ სხვა არჩევანი არ არის თუ არა წინააღმდეგობა და თუ არა პროტესტი და ბრძოლა იმისთვის რომ ამ ერთი თავზე ხელაღებული თუ დაბრმავებული თუ სხვადასხვა მიზეზების გამო მოღალატედ ჩამოყალიბებული უკვე სნეული ფსიქიკის მქონე ადამიანებს არ გადავაყოლოთ სახელმწიფო და ჩვენი ყოველის პერსპექტივა და მომავალი ჩვენ სამშობლოში. ასე რომ მოლოდინი მაქვს იმისა, რომ გაზაფხული იქნება ასევე რთული, ასევე გრძელი, გადატანითი მნიშვნელობით, ყოველ დღეს ექნება მნიშვნელობა, იქნება შესვენებები და იქნება კიდევ უფრო ალბათ, იმიტომ რომ ჩემს თავში ვგრძნობ ამას, დაგროვილი წინააღმდეგობის გამოხატვის სხვადასხვა ფორმები. მე მოლოდინი მაქვს იმისა, რომ პროცესი ჭიდილისა სახელმწიფოს და საქართველოს გადარჩენისთვის გრძელდება. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მოლოდინი მაქვს სამ ეტაპზე და რამდენადაც ხოდა ჩვენ ვერ ვგრძნობ რომ შეგუებას და დანებებას შევძლებ და რა კი ვერ შევძლებ, ესე იგი არჩევანი არ მაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა. სოფო, წარმატებას გისურვებთ, თქვენ გვერდით ვართ, ერთმანეთის გვერდით ვართ, როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა. და მგონი არაჩვეულებრივი სტუმრები ყავს სტუდიაში. არაჩვეულებრივი სტუმრები ყავს მართლა ანა, დავით მშვენიერაძე და თედო ზოიძე არიან ჩვენი სტუმრები. ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ხვალინდელ აქციაზე და რამდენად მნიშვნელოვანია კვლავ შევიკრიბოთ რუსთაველზე, ქართველი საზოგადოება გამოვიდეს კიდევ ერთხელ და ვაპროტესტებთ ძალიან ბევრ რამეს, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კურსს, რომელიც განსაზღვრავს პრინციპში ჩვენი ცხოვრების მომავალს. მოდით, დავიწყოთ თედო თქვენგან. რომ მოვუყვეთ კიდევ ერთხელ მაყურებელს, რა მნიშვნელობას ატარებს ხვალინდელი დღე საქართველოსთვის. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. 31 მარტის
აქციას აქვს ისევ დიდი მნიშვნელობა ჩემთვის, როგორც თითოეულ დღეს, რომელიც აქამდე ამ პროცესში გავიარეთ, ნამდვილად. ცხადია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მასშტაბური აქციები არ დაორგანიზებულა, ვთქვათ, ხო, და არ დაანონსებულა, ამის მიუხედავად კი, რა თქმა უნდა. ამის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს 5,000 ლარით აჯარიმებდნენ, მათ შორის მეც ვარ დაჯარიმებული 5,000 ლარით, ადამიანებს აშინებენ სამსახურებიდან, აგდებენ, როცა აშანტაჟებენ და ასე შემდეგ, აი ამ მუქარების და აი მთელი რეპრესიების მიუხედავად, რომელსაც იყენებს აი მექანიზმებს ქართული ოცნება მოქალაქეების წინააღმდეგ, ამის მიუხედავად ადამიანები ყოველდღიურად თვითდინებით მოდიან რუსთაველის გამზირზე და ამიტომ პირადად ჩემთვის და დარწმუნებულად ყველასთვის თითოეული ის დღე, რომელიც ჩვენ ამ პროცესში გავართ, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უფრო მაშინ იმ ფონზე ხვალინდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა უნდა მოვიდეთ, იმიტომ რომ ის რაც ხდება დღეს საქართველოს პარლამენტში, ამ კომისიაზეც მინდა აუცილებლად რომ თქვა, ეს არის სრული სირცხვილი ამ ქვეყნის, იმიტომ რომ როდესაც შენი ქვეყნის გენერლებს, ომგამოვლილ ადამიანებს, რომლებმაც დამოუკიდებლობა შეუნარჩუნეს ამ ქვეყანას და ამ ადამიანებს ასამართლებ და ეუბნები ხელისუფალი, არალეგიტიმური რა თქმა უნდა, მაგრამ პოლიტიკოსი ყოველ შემთხვევაში კი ეუნები რომ ომი დაიწყე, ეს არის სირცხვილი და ეს არის სამშობლოს ღალატი და ქართული ოცნება საქართველოს პარლამენტში როგორც ვიცი, როგორც უკვე გააკეთეს განცხადება, არეგისტრირებენ სამშობლოს ღალატის მუხლს სისხლის სამართლის კოდექსში და ეს მუხლი ისევ მათ წინააღმდეგ ისინი გასამართლებიან ამ მუხლით, იმიტომ რომ ეს არის სამშობლოს ღალატი, როდესაც შენს ქვეყანას ადანაშაულებ ომის დაწყებაში და ამაზე უფრო საშინელი ტრაგედია არ არსებობს და ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ მივიდეთ ყველანი ერთად რუსთაველის გამზირზე, მივიდეთ იმიტომ, რომ აი ამ დამოუკიდებლობის ბრძოლა ისევ გრძელდება დღეს, ისევ გვიწევს, რომ იმბრძოლოთ დამოუკიდებლობისთვის, რომლისთვისაც, რა ვიცი, ბევრი სისხლი დაიღვარა უკვე ამ ქვეყანაში, საკმარისადაც, მაგრამ იძულებული ვართ, რომ ყველამ უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა, რომ გამოვიდეთ ყველაფრის მიუხედავად, იმიტომ რომ სხვა არ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს და ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამ დამოუკიდებლობის დასაცავად. ძალიან დიდი მადლობა. დავით, გისმენთ. კი, ვფიქრობ 31 მარტი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან ქართულმა ხალხმა გააკეთა მაშინ არჩევანი, უნდა თუ არა ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და ძალიან აშკარად თითქმის ყველა ვინც რეფერენდუმში მიიღო მონაწილეობა, ყველამ მისცა პასუხი, დიახ, აჩვენა, რომ გვინდა რომ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. დღესაც იგივე დილემის წინაშე ვდგავართ, გვინდა თუ არა ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ გვინდა რუსეთთან ყოფნა და პასუხი დიახ, რომ გვინდა რომ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, არის რუსულზე დგომა ხვალ და ამით მივცემთ დღევანდელ რეფერენდუმში ხმას, რომ გვინდა რომ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება ხვალ, რადგან ჩვენ ერთმანეთს კიდევ ერთხელ ვანახებთ ჩვენ ერთობას, რომ ისე ვართ ბევრი, ისე ვართ ახალი ენერგიებით სავსე, გაზაფხულის ენერგიებით აღსავსე ვართ და თუ გავიხსენებთ წინაური წელის გაზაფხული, ყოველთვის იყო სტუდენტების გაზაფხული, ახალგაზრდების გაზაფხული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაზაფხულიც არ გაივლის ჩვენ გარეშე, არ ჩაივლის ჩვენ გარეშე და აუცილებლად შეუნარჩუნებს ღირსებას ქვეყანას. კი, ეს ხვალინდელი დღე პასუხი იქნება იმ ყველაფერზე, რასაც ამბოლო დროს ჩადის ივანიშვილის რეჟიმი, რასაც აკეთებენ, ეს იქნება თუნდაც ის კომისია, ეს იქნება ხალხის დაკავება, ციხეში ცუდად მოპყრობა თუ რაც იქნება, ყველაფერს გაიცემა პასუხი. დაჯარიმებული მაინც ვიკითხავ. მე გამოუძვერი ჯერჯერობით. ამეთერის მე არ ვიცი. არა, ისე გამოუძვერი ჯერჯერობით. იშვიათი მოვლენაა, როცა არ გავს ჯარიმა ჯერჯერობით. იცი, სოფოსაც ვკითხეთ მოლოდინზე და ბიჭების მოლოდინიც ძალიან მაინტერესებს, დავით ისე მოკლედ თქვა მოლოდინზე, მაგრამ მაინც უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ. ეს ხალხი თუ არ დაიღალა 122, 123 დღის შემდეგ რა დაღლის ვერ ხვდები. ანუ რა არის რაც გააჩერებს, იმიტომ რომ ნახეთ რომ რეჟიმა ყველაფერი ცადა, ზოგი რაღაც ორჯერ ცადა, სამჯერ ცადა, რამდენჯერმე ცადა რომ გაიჩერებინა ეს ხალხი, მაგრამ ერთი რამე ავიწყდებათ, რომ ისინი თუ თავიანთ პირადი ინტერესებისთვის იბრძვიან, ჩვენთვის ბევრად უფრო ფასეულისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის ვიბრძვით, ამიტომაც ვერაფერი გაგვაჩერებს ამ ბრძოლაში, გარდა გამარჯვების. რა დაღლის და რა შეაშინებს? არაფერი არ შეგვაშინებს, არაფერი არ დაგვლის. პირიქით, ვიცით რისთვის ვიბრძვით, ბრძოლაში შემოსვლამდე ვიცოდით, რომ ბოლო ბრძოლა იყო, ბოლომდე ვიბრძოლებთ. და უცნობად გავიმარჯვებთ ეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ როცა ზუსტად იცი რისთვის იბრძვი მაშინ ყველაფერი ბევრად მარტივია აღარც დაიღლები არც შეგეშინდება
თან რის ფასად თავიდანვე გააზრებული გქონდა, რომ ეს არ იყო ერთ და ორ დღიანი პროცესი, ხო? ყველავთან ხვდებით იმაზე, რომ ეს იყო გრძელვადიან პროცესი და ვიცოდით ყველამ, რომ შევდიოდით გრძელვადიან პროცესში, ვიცოდით ვისთან წინააღმდეგ ბრძოლაში შევდიოდით და ამის მიუხედავად გვახსოვს მათ შორის რუსული კანონიდან მოყოლებული ადამიანებს ურეკავდნენ, მათ შორის მეც მირეკავდნენ, სახლებთან ხვდებოდნენ, არ ვიცი, ისევ იგივე მექანიზმებს იყენებდნენ, ხო? შემდეგ არჩევნები იყო, ახლა ასე იქცევიან, როგორც იქცევენ, ახლა საერთოდ ხო პოლიტიკური პატიმრები გვყავს და მადლობას უხდით თითოეულ პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც პირიქით მიუხედავად იმისა, რომ დღეს როგორც ექცევა მათ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ამის მიუხედავად ისევ მხნედ არიან და პირიქით ჩვენ გვამხნევებენ და მადლობა მინდა მე მათ უთხრა იმისთვის, რასაც აკეთებენ ჩვენთვის და მე მათ ვპირდები აუცილებლად, რომ იმდენს ვიბრძოლებთ და იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ ისინი თავისუფლები არ იქნებიან და ერთად ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის არ ვიბრძოლებთ და ევროპული მომავლისთვის და როცა გამოვლენ უკვე დარწმუნებულია, რომ ევროპულ თავისუფალ და გამარჯვებულ საქართველოში ვიცხოვრებთ ერთად. დიდი მადლობა თედო, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთი ახალგაზრდა ზუკა შოშიაშვილი მინდა რომ ახლა მოვიდეს ჩვენთან სტუდიაში, მოგძერდი ზუკა. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. ცოტა დრო გრჩება და იგივე კითხვა გვაქვს, რაც ბიჭებთან გავაჟღერეთ. რა მნიშვნელობის არის ხვალინდელი დღე და ზოგადად რა მოლოდინი გაქვს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აზრი. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის, მიესალმებით მაყურებელს. ეხლა რა პროცესის მიმდინარეობს ქვეყანაში, ეს არის ასე ვთქვათ კატასტროფული, რაც ხდება საქართველოს პარლამენტში, ხო? ფაქტიურად ცდილობენ რომ 2008 წლის ომი დააბრალონ ქართულ მხარეს, რაც არის შეურაცხყოფა ყველა იმ ჯარისკაცის, რომელიც იქ დაიღუპა, სხვების, ვინც იქ იბრძოდნენ, იმ ადამიანების, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები და ხოლმე ვფიქრობ, რომ როდესაც ეს დაიგეგმა 31 მარტის აქცია, საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, რომ ესეთი რაღაცის წინაშე დავდგებოდეთ. თუმცა დღეს უკვე ორმაგი მოტივაციით ვართ, ხო? ორმაგი მოტივაცია გვაქვს, რადგან არ უნდა მივცეთ ამ ადამიანებს საშუალება, რომ პუტინს და რუსეთს მისცენ რაღაც ხელცასაჭიდი იმისთვის, რომ 2008 წლის ომისთვის არ აგოს მან პასუხი მისი დანაშაულებისთვის და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ საქართველოსდან მოდის, ხო? საქართველოს მხრიდან მოდის, რომ თითქოს ჩვენი ბრალი იყო, რაც მოხდა მაშინ. და ხო ხვალინდელი დღე 8 საათზე განსაკუთრებით იქამდე მარშები იქნება, 8 საათზე პარლამენტთან არის შეკრება. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ყველა ადამიანმა, ვინც არ ფიქრობს ისე, როგორც ისინი გვაჯერებენ ჩვენ და ფიქრობს, რომ საქართველოს არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც 2008 წელს და ნებისმიერ სხვა დროის მონაკვეთში იცავდა უბრალოდ თავის სუვერენიტეტს და თავისუფლებას, ასე ვთქვათ, უნდა გამოვიდეთ რუსთაველის გამზირზე და დავაფიქსიროთ და დავანახოთ ამ ადამიანებს, რომ ჩვენ არ დავნებდებით ამ ბრძოლაში, ვიბრძოლებთ ბოლომდე, იქამდე სანამ არ გავიმარჯვებთ. აუცილებლად, რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ბიჭებო და პატარა ანონსივით მინდა გავაკეთო. ახალ თეატრს ასაბაშის სახელობის ახალ თეატრს ნამდვილად არ შეუწყვეტია ზოგს ქონდა ასეთი მოლოდინი, რომ ჩვენ შევწყვიტეთ ჩვენი მანიფესტი, მაგრამ აი დღეს ბევრი მოლოდინი ქონდათ ზოგადად, რომ ბევრი რამე შეწყდებოდა და არ გაგრძელდებოდა. კი ბატონო, და სწორედ დღეს მოვდივართ ახალ ციხეში, ამიტომ იქაურ მოსახლეობას გელოდებით საღამოს 7 საათზე ჩვენ მოვდივართ კვლავ იმისთვის, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ჩვენი სათქმელი გითხრათ, პირველ რიგში თქვენ მოგისმინოთ, ასე რომ 7 საათზე შევხვდებით ახალ ციხეში და შესაბამისად მარიამ ბოდიში მინდა მოგიხადო და ჩვენს მაყურებელსაც ბოდიში მოუხადო, რომ გადაცემის მესამე ნაწილში ვეღარ ვიქნები ფიზიკურად, იმიტომ რომ საკმაოდ შორია ახალ ციხე და უნდა ნამდვილად საპატიო მიზეზი გაქვს, ასე რომ გიშვებ ჩემგან, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის ბიჭებო. წარმატებებს გისურვებთ, წარმატებებს უსურვებს საქართველოს და მადლობა ამ შემართებისთვის თითოეულ თქვენთაგანს. ჩვენ საინფორმაციო დრო უნდა საინფორმაციო გამოშვება უნდა დაგიტოვოთ და მესამე ბლოკში უკვე დაგიბრუნდებით ძალიან საინტერესო ქალბატონთან ერთად, რა თქმა უნდა. დროებით. ნახვამდის. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და შემოგვიერთდა ჩვენი არაჩვეულებრივი და ჩემთვის უსაყვარლესი თანატოლ წამყვანი ქალბატონი მაია ხერხეულიძე, რომლის სამედიცინო რჩევები ყოველთვის ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელია ჩვენთვის. მოგესალმებით. მოგესალმები მარიამ, დიდი როგორ მადლობა. გიკითხოთ? დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო მოვიდა და ამიტომ უკვე მე მგონი რაღაცა ჩვენ სხვანაირად ვართ ხოლმე. გეთახმებით აბსოლუტურად. ძალიან საინტერესო თემით ხართ მოსული. ჩემთვის ძალიან საინტერესო და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თითოეული მშობლისთვის. დღეს მინდა რომ განვითარებაზე ვისაუბროთ, ბავშვის განვითარებაზე და როდესაც განვითარებაზე ვსაუბრობთ, პირველ წლებს, რომელსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელობა აქვს
ძალიან სერიოზული და ხშირად ხოლმე მშობლები ამას ვერ აცნობიერებენ. თუმცა სანამ ამ თემაზე ვისაუბრებთ, წარვადგენ ჩვენი რუბრიკის სპონსორს. ეს არის შვეიცარიული პრემიალური ბრენდი დეკლარი, რომელიც 45 წლიანი გამოცდილებით პოზიციონირებს მსოფლიოს ბაზარზე და შექმნილია სპეციალურად მგზნობიარე კანისთვის. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის ბრენდი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია შედეგზე. და რა თქმა უნდა განვითარება, ბავშვის განვითარება, რა თქმა უნდა, ყველას გვინდა, ხო, რომ ჩვენი ბავშვი იყოს ძალიან ჭკვიანი, თქვა, გქონდეს არაჩვეულებრივი ქცევები, არაჩვეულებრივი მანერები. ყველაფერი ეს უნდა დავიწყოთ ადრეულ ბავშვობის ასაკში. რა ასაკზეა ლაპარაკი? კონკრეტულად. აი რა ასაკიდან ვიწყებთ ამ განვითარებას? ძალიან ხშირი კითხვაა, მარიამ, რომ აი როდის დავიწყო ბავშვის განვითარება, ხო? ორსულობიდან უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ უკვე ჯანმრთელი ორსულობის პერიოდში ხელის შეწყობა, როგორიც არის თქვა, ნაკლები სტრესი, ჩვენი ადეკვატური კვება, მავნეჩვევებისგან თავის არიდება, იმიტომ რომ ამათმა ყველაფერმა შეიძლება რომ ბავშვის განვითარებაზე, ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაზე, წონის მატებაზე, ყველაფერზე შეიძლება იმოქმედოს. საოცარი პერიოდია, ხო, ორსულობა, ხა რომ წარმოვიდგინოთ, ერთი უჯრედით იწყება ყველაფერი, ეს არის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი და უეცრად 9 თვეში იბადება ესეთი ტრილიონობით უჯრედით წარმოდგენილი ჩვენი, თქვათ, ახალშობილი და ამიტომ აი ამ პერიოდში ბევრმა რაღაცამ შეიძლება დაარღვიოს. 6 თვის მერე მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფს აქვს უნარი უკვე რომ შეიგრძნოს დედის ემოციები კარგად, შეიგრძნოს დედის ხმა, ესმის დედის გულისცემა, ეს დედის გულისცემა მისთვის არის სიმშვიდის, რაღაცა ესეთი რიტმულობის განცდა, რაც არის საოცარი და როგორც წესი არის ბევრი კვლევა ჩატარებული, როდესაც ახალშობილებს, რომლებიც იბადებოდნენ, სხვადასხვა ქალები ერთი და იგივე ფრაზებს ეუბნებოდნენ. ანუ რაღაცა გარკვეულ წინადადებებს, ეს იყო კვლევის სახით და იწერებოდა ბავშვის გულისცემის სიხშირე და ბავშვის მოძრაობა. ახალშობილის და ნახეს, რომ ყველა მათგანი რეაგირებდა მხოლოდ დედის ხმაზე. ანუ არც ერთი სხვა ქალის ხმაზე ეს რეაქცია არ იყო, მაშინვე ჩქარდებოდა გული, მაშინვე იწყებდნენ მეტად მოძრაობას. ანუ მუცლად ყოფნის პერიოდიდან ესმით. ამიტომ ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ელაპარაკეთ მუსიკა მოასმენინეთ. მუსიკასაც ძალიან საინტერესო კვლევებია და გვეუბნებიან, რომ ძალიან მოწონთ კლასიკური მუსიკა, ნაზი მუსიკა, მშვიდი. და დედა რო უმღერის მაშინაც აქვს რაღაცები. და მერეც თურმე, აი, როდესაც იბადება და ვთქვათ, რაღაცა დისკომფორტი აქვს, იმ მუსიკას თუ ვასმენინებთ, რომელსაც ორსულობის პერიოდში გაცილებით ხშირად ვუსმენდით, ან მღეროდით. თქვენ შემთხვევაში მღეროდით, რა თქმა უნდა, ხო? ნაცნობია მაშინ. გაცილებით უფრო მშვიდია, მაშინვე მშვიდდება, იმიტომ რომ ეს არის მისთვის ნაცნობი. ეხლა ვთქვათ, ახალი ტექნოლოგიების შემოჭრამ, აი 3D ეხოსკოპიის შემოჭრამ გვაჩვენა, რომ როდესაც ქალბატონი ესეთი არის, რაღაცა კარგ განწყობაზე, მშვენიერ განწყობაზე, მუცელშიც ბავშვი ანალოგიურად არის და იღიმება, ხო? იმიტომ რომ ჩვენი ემოციები მასთან კავშირშია, პირდაპირ კავშირშია, ჩვენი ემოციები მთელი რიგი ჰორმონებით რეგულირდება და ეს ჰორმონები რა თქმა უნდა მასთან გადადის. ამიტომ რეალურად აქედან უნდა დავიწყოთ განვითარება. რა არის პრობლემა? გარკვეული წლების წინ საქართველოში ჩატარდა კვლევა, ბავშვის აღზრდის კვლევა იყო, გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა და საოცარი შედეგი იყო ნანახი, იმიტომ რომ ამ კვლევის დროს მკვლევარები ოჯახებში მიდიოდნენ, სადაც 6 წლამდე ბავშვი ყავდათ იმ ოჯახებს და გარკვეული კითხვარები იყო და ამავე დროს თხოვდნენ, რომ ეჩვენებინათ, თქვათ, სახატავი რვეულები, ბავშვის წიგნები, საკითხავი და 40%-მა დაახლოებით ჩვენმა მოსახლეობამ უთხრა, რომ რათ უნდა ეს ყველაფერი, ამას მე უყიდი, როდესაც სკოლაში შევა. ხო, ეს არის ალბათ აი ძირითადი პრობლემა, რომელიც ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბავშვის განვითარებისთვის ყველა ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია. სკოლის ეტაპი, მოზარდობის პერიოდი ყველა მნიშვნელოვანია, თუმცა ადრეულ ეტაპს, სიცოცხლის სკოლამდელ პერიოდს, რასაც დღეს ადრეულ წლებს ვეძახით, ვამბობთ, რომ ეს არის ბაზისი, ეს არის ის საფუძველი, საძირკველი, რომელიც ჩვენ უნდა ჩაუყაროთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამ პერიოდში რაღაცეები გამოვტოვეთ,
მერე იქნება ძალიან ძნელი. აი რა შეიძლება რომ გამოვტოვოთ მაგალითად? აი მაგალითად წიგნი რო ავიღოთ, წიგნის საკითხვა, ხო? ხშირი პრობლემაა ხოლმე, რომ აი მოდიან მშობლები ამბობენ სხვა რაღაცებთან ერთად, რა თქმა უნდა, ხა ამის გამო ექიმს არავინ არ მიმართავს, მაგრამ არ უყვარს წიგნი, საერთოდ არ უნდა წიგნის საკითხვა, არა აქვს ესეთი დამოკიდებულება წიგნს. პრობლემა არის, იმიტომ რომ როდის დავიწყეთ, ხო? რეკომენდაცია არის ესეთი, როდესაც მას უკვე შეუულია ჯდომა, ჩვეულებრივ ეს იწყება 6-7 თვის ასაკში, ну მაინც ინდივიდუალურია, ჩვენ უნდა ჩავისვათ ბავშვი კალთაში და დავიწყოთ წიგნთან ურთიერთობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქედან შემოდის, თავიდან რა თქმა უნდა, ის ვერ ხვდება ჩვენ თუნდაც ლექსების წაკითხვა. დღეს ამბობენ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და რიტმულობის განცდა არის. ვითარდება ტვინი, რა თქმა უნდა, ხა რატო ველაპარაკო, დავიწყებ ლაპარაკს მას მერე, რაც მიხვდება ჩემს რას ვეუბნევი, ხო? ეხლა არ ველაპარაკები, ჯერ პატარა არ ესმის. არა, იმიტომ რომ ეს ლაპარაკი აკეთებს თავის ტვინში იმ უჯრედების აქტივაციას, რომელიც პასუხისმგებელი უნდა იყოს ლაპარაკზე და თუ არ ელაპარაკებით, ის უჯრედები არ გააქტიურდება, სერიოზული პრობლემა გაჩნდება ლაპარაკის. დადგენილი არის, რომ ბავშვები, რომელიც იბადებიან სმენის პრობლემით, ხო? ვერ ლაპარაკობენ. რატომ? იმიტომ რომ სწორედ იმ უბნის გააქტივება ჭირდება თავის ტვინში. ან თქვათ, შეიძლება დაიბადოს გადასარევად იყოს, მაგრამ გარემოში იყოს, სადაც არავინ არ ლაპარაკობს, პრობლემა ექნება მეტყველების განვითარების. დღეს იცით, მეცნიერები უფრო შორს წავიდნენ და გვეუბნებიან, რომ როდესაც ბავშვი ლაპარაკობს, ანუ სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა უბანი არის ტვინის გააქტიურება. ანუ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ არსებობს თქვათ მეტყველების ცენტრი ჩვენს თავის ტვინში, მაგრამ ეს მეტყველების ცენტრი თურმე კიდევ განსხვავებულია, ანუ ქართულად თუ ლაპარაკობ, სხვა უბანია და ინგლისურად, ანუ სხვა ენაზე თუ საუბრობ, სხვა უბანი არის და მეცნიერები ამბობენ, რომ იმისთვის, რომ ადვილად ისწავლოსო ენა, რა თქმა უნდა დასაწყისში ჯობია რომ ერთი ენა ესმოდეს ყოველთვის, იმიტომ რომ როდესაც ორი ენა ესმის თანაბრად, ცოტა უფრო გვიანდება ხოლმე. აი რა პერიოდია ლაპარაკი ქალბატონ მაია, რომ დავაკონკრეტოთ დაახლოებით, აი რა ასაკამდე უნდა რა ასაკამდე რეკომენდირებული რომ ერთი იწყებენ კარგად საუბარს თვითონ გამართულად ერთ ენაზე, უმჯობესია რომ ერთი ენა იყოს, თუმცა ეს ახლა ყოველთვის შესაძლებელი არ არის, ხო? იმიტომ რომ არის შერეული ოჯახები და ეს არ წარმოადგენს პრობლემას, იმიტომ რომ უბრალოდ ცოტა აგვიანდება ხოლმე ლაპარაკი, მაგრამ მერე ორივე ენას თანაბრად სწავლოს. არა თუ 2, 5, 6 ენის თანაბრად სწავლა შეუძლია. მაგრამ ითვლება რომ თუ რაღაც მეორე ენას ჩვენ მას მოვასმენინებთ თუნდაც, არ არის აუცილებელი რომ ვასწავლოთ, მაგრამ მოვასმენინებთ 6 წლამდე ასაკში, მე ამ ენას ძალიან ადვილად სწავლობს ბავშვი. ვიდრე ვთქვა თუ საერთოდ ეს ენა არ მოусმენია. ალბათ ამიტომ აი მშობლები ხშირად ამბობენ რომ მე ისე ისწავლა ინგლისური მულტფილმებს უყურებ და ტელევიზორში ეს მაინტერესებდა და ეს კითხვაც მქონდა რომ მე არაერთხელ მსმენია ჩემი მეგობრებისგან რომ იცი რა ინგლისურად უფრო კარგად ლაპარაკობს ვიდრე ქართულად. აი რადგან ბავშვის განვითარებაზე ვსაუბრობთ ახლა ხო არ არის ეს მეტწილად იმის ბრალიც რომ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა აქვს ბავშვებს ძალიან პატარა ასაკიდან იმიტომ რომ მშობლებმა ხშირად მოვიშოროთ თავიდან და ჩვენ საქმის მიუხედავად გაჯეტებთან ურთიერთობა მაგალითად. აბსოლუტურად გეთანხმები მარიამ და დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ამაზე მინდოდა ახლა სწორედ მეც გადასვლა. ყველა რეკომენდაცია დაწყებული ამერიკის პედიატრთა აკადემიის და შემდგომ ყველა თქვათ ესეთი ორგანიზაციების რეკომენდაცია არის რომ 18 თვემდე უნდა იყოს 0 ეკრანის დრო. რატო ახლა ეს? იმიტომ რომ აბსოლუტურად მოუმწიფებელია ბავშვის ტვინი, ხო? იწყებს განვითარებას და მისი განვითარება ეფუძნება ძირითადად მასთან კომუნიკაციას. ანუ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ხელში ვიყვანთ, ვეთამაშებით სხვადასხვა სათამაშოს ვაჩვენებთ, ვთქვათ, ველაპარაკებით, ვუმღერით. ამ დროს ტვინის უბნები არის გააქტიურებული და ამ უბნებს შორის წარმოიქმნება კავშირები. ეს კავშირები არის აუცილებელი იმისთვის, რომ მე მისი განვითარება იყოს კარგი. როდესაც აკლია ეს ადამიანთან ურთიერთობა, სხვა შორის მეტყველების განვითარებისთვის ძირითადად ცოცხალი საუბარია მნიშვნელოვანი. კი, მერე გაჯეთს თავისი რა თქმა უნდა ფუნქცია მაინც ექნება. დადებითი ფუნქციაც აქვს, რა თქმა უნდა და შეიძლება შემდგომ ასაკში გამოვიყენოთ სწორედ ის განმავითარებელი, ვთქვათ, თამაშები ზოგჯერ ბავშვისთვის, მაგრამ პირველი 18 თვე
არანაირი გაჯეტი და მათ შორის ესეთი რეკომენდაცია რომ არც ტელევიზორი მათ შორის აი უკანრო ტელევიზორია სადღაც და ეს იმას თითქოს არ უყურებს ესეც არა იმიტომ რომ აისახება ეს მეტყველების უნარზე და აისახება ეს კომუნიკაციის უნარზე ხშირად არის ხოლმე ხა ამას მივაბა უბრალოდ რომ მოდიან მშობლები და მეუბნებიან ვაიმე აი მე მეტყველება არ დაიწყო აი ამბობენ რომ აუტისტურ სპექტრს გავს ძალიან და ეს ხო შეიძლება რომ გამოწვეული იყოს გაჯეტებით არა გაჯეტი არ განაპირობებს აუტისტური სპექტრის დარღვევას. სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით კიდევ რა არის მისი ძირითადი მიზეზი, მაგრამ განაპირობებს ქცევის დარღვევას, რომელიც ძალიან გავს აუტიზმს. იმიტომ რომ ის წარმოიდგინეთ, უყურებს რაღაცას გაჯეტზე, თვითონ ჩართული არ არის ამაში, ხო? მხოლოდ დამკვირვებელია. ზუსტად იგივე პოზიციას ასე პოზიციონირებს მერე სახლშიც. აქაც დამკვირვებელია და შიგნით ვერ ერთვება. კონტაქტში ვერ შემოდის. ამიტომ ეს რომ თავიდან ავიცილოთ, სწორედ 18 თვემდე 0 ეკრანის დრო, 18 თვის მერე დასაშვებია, მინიმალური ითვლება, რომ ადრეულ ასაკში 1 საათს არ უნდა აღემატებოდეს ეს დრო და ეს ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ. მთავარი არის ბავშვთან ჩვენი ურთიერთობა. როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყოთ. სულ ვიხსენებ ხოლმე ბებიები, ძველად დიდი ოჯახი და ძალიან ადრე დაწყებული ბავშვების საუბარი. დღეს ამბობენ, რომ რაც უფრო ხშირად ელაპარაკებით, რაც უფრო მეტს ველაპარაკებით, მით უფრო ადრე იწყებენ ლაპარაკს, მით უფრო მაღალი არის განვითარების გარკვეულწილად კოეფიციენტი. ამიტომ უნდა გამოვუყოთ ჩვენ შვილებს დრო და არ არის მთავარი, რას ვაჭმევთ, რას ჩავაცმევთ და როგორ სათამაშოს ვუყიდით. არა. მთავარია, რომ ჩვენ მასთან ერთად ვითამაშოთ, მთავარია, რომ ჩვენ მასთან ერთად ურთიერთობა გქონდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან საინტერესო რჩევებია ნამდვილად და ძალიან გასათვალისწინებელი, იმიტომ რომ დღეს ისეთი რაღაც ცხოვრების ისეთი ეტაპი არის ადამიანებში, რომ ძალიან რთულია, რომ ეს ყველაფერი ხო რაღაცნაირად გადავდოთ, მაგრამ უნდა გადავდოთ, იმიტომ რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ სწორედ საკუთარ თავზე, რომ გავაჩინოთ და ასე ვთქვათ, ვაჩუქოთ სამყაროს ახალი სიცოცხლე და სწორედ ეს პასუხისმგებლობა არის ის, რომ უნდა დავუთმოთ დიახ დრო ნამდვილად, გვინდა ეს თუ არ გვინდა ასე უნდა მოვიქცეთ და მის განვითარებაზე აისახება პირდაპირ. გეთანხმები, მაგრამ ეს შეიძლება იყოს ზოგჯერ 1 საათი და მეტი დრო არ ქონდეს, მაგრამ მთავარია რომ ეს დრო იყოს ნაყოფიერი და ხარისხიანი. ბოლომდე მასთან იყო ჩართული და გვერდზე ტელეფონი არ გეჭიროს, რაც ცოდვაა გამხელილის ჯობს და რა თქმა უნდა მეც გამიკეთებია, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ვეცდები რომ რაღაცნაირი უნარები შევცვალო და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო და მნიშვნელოვანი რჩევებისთვის. მოკლედ, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა, რომელ კამერაში ვარ, ოღონდ არ ვიცი, აქეთ ვარ. შემდეგ შაბათამდე გემშვიდობებით და სასიამოვნო კვირას გისურვებთ, რა თქმა უნდა. დროებით.